მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მაქვს პატივი დაგპატიჟოთ ინდოეთში, სადაც შენი სივრცე და სასწაულების ძიებაში ვაკეთებთ ერთობლივ ტრიტრიც. დავიწყებთ მოგზაურობას იშა იოგა ცენტრიდან, სადაც გავივლით ინიციაციას შამბავი მაჰამუდრა კრიაში. დავყოფთ აშრამში 5 დღეს. ეს იქნება ძალიან ძლიერი გამოცდილება, ამის შემდეგ წავალთ აუროვილში, სადაც ასევე ვიცხოვრებთ 6 დღის განმავლობაში, ვიცხოვრებთ აუროვილის ტემპით, აუროვილის რიტმით, ვეზიარებით იქაურ ცხოვრებას, ვორქშოპებს და პრაქტიკებს. და რა თქმა უნდა, წავალთ ტირუანა მალაიში, ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილას მთელ მსოფლიოში, სადაც დგას მთა არუნა ჩალა, რომელზეც ამბობენ, რომ თავად შივაა და მის გარშემო არის განლაგებული ძალიან ძლიერი ტაძრები, ამ ტაძრებსაც აუცილებლად მოვივლით. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იშა იოგა ცენტრში რეგისტრაციისთვის დრო გვაქვს 9 იანვრამდე, მანამდე არის შენახული ჩვენთვის ადგილები, ამის შემდეგ რეალურად ძალიან სწრაფად ივსება ხოლმე ამ პროგრამაზე ადგილები და ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ, ჩემი დიდი თხოვნაა, რომ ცოტა ვიჩქაროთ, რათა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ, მოკლედ გელოდებით და აუცილებლად ჩვენთან ერთად უნდა იყოთ მარტში ინდოეთში ამ დაუვიწყარ მოგზაურობაში. მოგესალმებით, შენი პოდკასტი, დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის სიყვარულის მებაღე გიორგი გილიგაშვილი. გამარჯობა გილიგ და უღრმესი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. მშვიდობა ძმებო და მადლობა ისეთი წარდგენისთვის, როგორც თავად განგიცხადე საკუთარი. გეიხარე და ეხლა ჩვენ გქონდა ეგ ბედნიერება სარებ შემოვიდოდით და ესე ოფიციალური სახით დავიწყებდით ამის გადაღებას გვესაუბრა. მანამდე და სწორედ მაგ თემით მინდა და მეც დაწყება, რაც არის გაღმერთიანება და პირველად ეგ სიტყვა და ეგ ცნება ზოგადად შენგან გავიგე, აქამდე არ მსმენი არც მე და ძალიან კარგად ახსენი რა არის ეს ცალკე გაერთიანება, როგორ ხდება გაერთიანება, რაც სახელმწიფოს ირგვლივ რაღაც ხელოვნურად შექმნილი idეალების ირგვლივ, მაგრამ არავინ რეალურად აი ცხადში არ ერთიანდება ღმერთის ირგვლივ და ეს არის თითქოს ის აი ვიგძენი ის იმპულსი, რაც მიგვიყვანს კაცობრიობას რაღაც ახალ სამყაროში და პროგრესისკენ და მინდა რომ ჩვენ კი იქ ვისაუბრეთ, მაგრამ აი მაყურებელსაც რო გაუზიაროთ უშუალოდ საიდან მოგივიდა ეს ინსპირაცია გაღმერთიანების და როგორ შენ ტყავზე როგორ განიცადე და როგორ კიდე ერთხელ დაახასიათებდი მაგ ძალიან მაგარ მცნებას ჩემი აზრით. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ძმებო, დიდი მადლობა. მადლობა შენ. მოსენებისთვის რომ გაგახსენდა თქვენი წეროსანი ძმა. დიდი მადლობა ნინოს ამ სახლეულს, გოგო ბიჭებს ყველას აი ამ იდეას რასაც თქვენ ემსახურებით. ძალიან გავიხარე რომ აღმოვაჩინე სადღაც ერთ-ერთი პატარა სახლი ჩემს ლამას ქალაქში, სადაც ის კვარიანტია და ის ჩირაღდანი, რომელიც ადამიანის ცნობიერის გასხივოსნებისკენ არის მიდრეკილი თავისი შემეცნებით, თავისი შემეცნებით ღმერთისა და სამადლობელს გეუბნებით სახალხოდ ამისთვის. მადლობა, რაც შეეხება გაღმერთიანებას, დიდება უფალს, ხო ეს ფრაზა როდესაც რაღაცნაირად აღმომეთქვა ჩემი თავისთვის პირველ რიგში, გავიაზრე რომ ერთიანობა დღეს თითქოს აღარ იყოს საკმარისი. მაშინ გავიაზრე, მაგრამ და ძალა ერთობაშია ჩვენ გერბზე გვიწერია და ამშვენებს ეს ფრაზა და რაღაც ერთობები თითქოს როგორც წერან თქვით ძმებო, სხვადასხვა ერთობებმა ეს საოცარი ფორმულა აიღეს და ერთობები შექმნეს. და ეს ერთობები ძირითადად არის ძალაუფლებაზე ორიენტირებული. ძირითადად არის მატერიალურ განზეულობაზე ორიენტირებული, ამის მოხვეჭაზე, ამის დავანებაზე და შემდეგ ამით ადამიანთა ექსპლუატაციაზე, მოდი არ მომერიდება ამ სიტყვის თქმა. და იცით, ღმერთისადაც არ არის ის ერთობა, ვერ იქნება მარადიული. შესაბამისად, გაერთიანება არა, გაღმერთიანება. სადაც ღმერთი არის იმ ერთობას მარადისობა აქვს. შესაბამისად, დღევანდელი ადამიანი ძალიან ბედნიერი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ყოველ მათ ერთობას გვირგვინად და თავად დაუდგენს უფალს. თორემ უფლის გარეშე ყველაფერი წარმავალია და ამავა. დიდება უფალს, დიდება და მადლობა უფალს, რომ რაღაცნაირად ამ ფრაზის გარშემო მე უკვე 2 ვიდეო კლიპი შემაქმნევინა, რომლის მსმენელიც ვინც მხვდება ქუჩაში 2 წუთით ვერ ვჩერდებით, ჩვენ ვჩერდებით რამოდენიმე ათეული წუთებით და ერთმანეთს
ვესაუბრებით ამ სიტყვის შესახებ, ამ ფილოსოფიის აგერ ჩვენს შესახებ და პოდკასტში მოგიწვიეთ მაგაზე სასაუბრად დიდი ზუსტად რომ მადლობა, არ ესეც გვეყოფოდა კი, 2 საყვარელო წუთით ძმაო, და დიდი მადლობა. ესეც ძალიან კარგი დასტურია თქვენი მხრიდან ჩემთვის, რომ არ გავჩერდე და არ გაჩერდეს ეს იდეა. ეს მარადისობისკენ მიდრეკილი იდეა, რომელიც დღევანდელ ყოფიერ სამყაროს ძალიან სჭირდება და სამწუხაროდ ძალიან ნაკლოვნად არის წარმოდგენილი ხო. მსგავსი მარადიული ცნებების ინტეგრაცია დღევანდელობაში. ხო, თითქოსაც იდეებად არის კი, მარტო და მაგრამ თითქოს სიცხადეში არ გამოკეტილი არის ყავთ. მოსული. თითქოს ხო. გამოკეტილი ყავთ ასეთი მარადიული იდეები დიდება ქრისტეს და მის ტაძრებში, რაღაც დაწესებულებებში. არა და პირველი ტაძარი არის ადამიანი თავად. და ჩვენ არა საკუთარ თავში მივდივართ ღმერთის საძიებად, არამედ ტაძარში გვეგულება თითქოს ღმერთი, დიდება ქრისტეს და მის ტაძრებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენა ვართ ტაძარი ღვთისა. ჩვენში არის ღმერთი, გამფენილი არის ყველგან ღმერთი, მაგრამ შენ როგორ შესძლებ სადღაც კილომეტრის იქით მდგომ ციხე-ტაძარში იხილო ღმერთი, როდესაც აგერ ყავს გულში და ვერ გიხილავს. ჩვენ ვიწყებთ ცხონებას ჩვენი მეზობლის ნათესავიდან და არა საკუთარი თავიდან. ძირითადად ერთობები დღეს რაც იქმნება გაღმერთიანების თემას რომ დაუბრუნდეთ, დააკვირდით ძალა ერთობაშია რომ აწერია. ბატონ გოჩაფიფიას მოვიკითხავ აქედან ამაზე გქონია საუბარი, ეს მისი მიგნება არის. რომ ეწეროსო ძალა სიყვარულშია რას ფიქრობ? და ვახ გავიხარე. წარმოიდგინეთ რომ ძალა სიყვარულშია რომ ეწეროს. რა საოცარი იქნებოდა ბატონებო. სულ სხვა თითქოს პროგრამაში ვიქნებოდით მე. ერი შეიცვლებოდა. მენტალურად განვიწმინდებოდა. ხო, სხვა ველი დადგებოდა. სხვა ველი დადგებოდა საყვარელო ძმაო. წარმოიდგინეთ ძალა სიყვარულშია. ეს პრეცედენტი არ ეყოლებოდა დარწმუნებული ვარ დედამიწაზე არც ერთ სახელმწიფოს ხო იდეოლოგიას არც ერთ გერბს მსგავსი საოცარი სიტყვები ვერ შეამკობდა და თითქოს გაღმერთიანებაც იგივე ძალა სიყვარულში არის სხვანაირად პერიფრეზირებული რა ხო საყვარელო ძმაო ასია და იმიტომ უცბად გულთან მივიტანე ეს ფრაზას და ოდეს თუ იქნება ამის საშუალება მე აუცილებლად მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული და სიყვარულისთვის მე ამას საზოგადოდ რაღაც პროცედურა რაც არის ასე ვთქვათ განსასაზღვრე ამისთვის საზოგადოებას მოეწონება არ მოეწონება ბატონი გოჩას ავტორობით რა თქმა უნდა მე განვაცხადებ კიდევ უფრო საჯაროდ რაღაც ფორმას მივცემ რომ ძალა სიყვარულშია რომ დავწეროთ რა მოხდება შენის ტელეგრამი დახურული არხი მათთვის ვისაც სურს ასტროლოგიის ეზოთერიის და სამყაროს უნივერსალური კანონების ღრმა გაგება და მათი ყოველდღიურობაში გამოყენება. არხზე იღებთ სუფთა სისტემურ და შემეცნებით ცოდნას, რომელიც გეხმარება, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაქმნა საკუთარი ცხოვრება. გასაწევრიანებლად დაასკანერე QR კოდი. განაჩვენე რებრენდინგი რო იყოს. რაღაც ჩვენნაირი იცი ღმერთის სიყვარულია საყვარელო ძმაო. ხვდები? შესაბამისად ერთობა არ არის გვირგვინი. გვირგვინი არის საღმრთო ერთობა. შესაბამისად სადღაც ღმერთი უნდა იყოს ამდენი მოწამის ქვეყანაში ღმერთისთვის. აი უმთავრეს ცნებაში და სიტყვაში სახელმწიფო იერარქიულ ცნებას ვგულისხმობ. გერბში უნდა იყოს საღმრთო სინერგია ჩატეული, ხვდებით? მხოლოდ და მხოლოდ ის რომ რაღაც მასკულანური, რადგან ვის გონია ჩემმამზემ რომ ჩვენმა წინაპრებმა მხოლოდ მარჯვე მხარმკლავის გამო გაიმარჯვეს, ხო? მან სულიერ ძალებზეა საყვარელო წენა და ნების ძალა და იყო და ნების აღსრულების ძალებია, თორემ ჩვენზე ძლიერნი შეიძლება სხვანი იყვნენ, ჩვენზე მრავალრიცხოვანი, მაგრამ სულიერ სიმტკიცესთან ვერ მოდიოდნენ და აქ სულ სხვა სალიკლდის ასკეზა ხვდებოდათ. შემოგვიერთდი ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში მაიას მიწაზე. სტიქიების ალქიმიური რითრითი ტულუმის გულში. რითრითი ტარდება ეკოლუქს ვილაში.
მაიას ჯუნგლებით გარემოცულ სივრცეში, სადაც კარიბის ზღვა ხვდება სიანი კაანის წმინდა მიწას. ჰოლისტიკური ადგილი, სადაც სტიქიები ერთიანდებიან იმისთვის, რომ აღიდგინო გონების, სხეულისა და სულის ბალანსი. ერთად ჩავიძირებით 5 დღიან 5 რიტმის ვორქშოპში, სადაც ყოველი რიტმი ხდება მასწავლებელი. ყოველი სტიქია კი შენი ნამდვილი არსის აღმოჩენის და გახსენების გზამკვლევი. ჩვენი დილა დაიწყება მზის მისალმებით. გავაკეთებთ ინიოგას გაწელვებს. დღეს კი გავაგრძელებთ ვორქშოპებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის ასტროლოგია და ღრმა სომატური პრაქტიკები. ვეზიარებით ტრადიციული ტემასკალის ცერემონიას. დავაგემოვნებთ ჩვენი შეფის მიერ იუკატანის სტილით მომზადებულ ვეგეტარიანულ კერძებს და უბრალოდ ვიზეიმებთ სიცოცხლეს ტულუმის წმინდა გარემოში. სივრცეში, სადაც შევიკრიბებით თანაშემოქმედების, თავისუფლების და ერთგულების პატივსაცემად. ეს უბრალო რითრითი არ არის. ეს არის დაბრუნება ჩვენ სტიქიურ ბუნებასთან, ჩვენს კოსმიურ სიბრძნესთან. თუ გრძნობ მოწოდებას, გამოყვევი. ეს არის დღეს გასაგები, ეს არის დღეს გასააზრებელი და ამაზე უნდა ვისაუბროთ, ბატონებო, რომ ჩვენ ფიზიკურ ძალმოსილებას არ უნდა ვეტრფოდეთ, სულიერ ძალმოსილებას უნდა ვეტრფოდეთ. დღეს სამწუხაროდ არ იქადაგება, რომ ვაჟობა ის კი არ არის ძალი შეგწევდეს ვიღაცის თავის კვეთის. შეგწევდეს ძალი ვიღაცას თავი რომ ჰქონდეს მოსაკვეთი, რომ მიუტევო. აი ეს რომ არის რაინდობა, ეს რომ არის ქრისტეს მხედრობა და ქრისტეს ჯარისკაცობა, ეს რომ არის დიდსულოვნება და ამაზე რომ დგას დედამიწა, აი ამ მადლიან მრწამსით გაჯერებულ ქმედებებზე, სადაც სათნოებად არის არა მტრის შემოსვრა, არამედ მტრის სიყვარული. ეს არის გვირგვინოსანი ჩვენ სარწმუნოებაში, მართალმადიდებლობაში. რომელ ქვეყნის, რომელ მრწამს უკადაგია მტრის სიყვარული. სულ მტერს მტრულად დაუხდი ამბობენ. მათ შორის ჩვენი არაერთი იდეოლოგია მტერს მტრულად. საყვარელო ძმებო, როდესაც საჭირო იქნება, ვინც ყველაზე მეც ქადაგებს მტრის სიყვარულზე და ვისაც შეუძლია მტრის სიყვარული, მენდეთ იმ ადამიანს ვერავინ ვერ დაასწრებს წინამბრძოლობას, რადგან მას საკუთარი სიწმინდე ექნება დასაცავი და იგი თავისი სულიერი მზადყოფნით უკვე მზად იქნება, რომ გაიღოს საკუთარი სიცოცხლე. რადგან მას შემეცნებული აქვს, რომ მტრის სიყვარული ეს უდიდესი სათნოებაა, როდესაც შენ გეხება საქმე. ანუ შენ რომ გაგარტყავენ, მეორე უნდა მიუშვირო, მაგრამ როდესაც შენს ტაძარს ბილწავენ, შენს ოჯახს რყვნიან, შენს სამშობლოს აოხრებენ, შენ იქ მესიის მახვილი უნდა იყოს, საყვარელო ძმაო. კიდევ ამბობ, შენ როდესაც გაწამებენ, შეუერთდი იმ წმინდანთა დას და მიუშვირო მეორე ლოყა და ეწამე. არ დაძრა სიტყვა. მაგრამ შენ სიწმინდეს რო რყვნიან, კიდე გეუბნები, აქ სხვა ასკეზა გმართებს. მებრძოლი ქრისტიანობის მცნებელობა. ქრისტეს ჯარისკაცობა, იმიტომ ვახსენე. მებრძოლი ეკლესია, ჩვენი ეკლესია. დააკვირდი საყვარელო ძმაო, როდესაც ადამიანის რწმენაზეა საუბარი, ძირითადად ვიღაცანი რწმენის გამოხატულებას საგმირო საქმეებს გიყვებიან. რომ აი ისე სწამდა, რომ სადღაც შევარდა და ერთმა კაცმა ამდენი კაცი შემუსრა. მაგრამ ცოტას გვახსენდება თითქოს, რომ ისე სწამდა, რომ მორჩილად იდგა და გერა არ გაუღია პირიდან. აი სარწმუნოების ქრისტიანობის მაცხოვნე საოცარი მადლიანი განწყობის ყველაზე დიდი თუ შეიძლება ითქვას გვირგვინი არის დუმარება, მარხვა, სიმშვიდე, ლოცვა. ოქრო არის თითქოს იმისი კი.
მაგრამ ჩვენ რატომღაც გვსურს ხოლმე რომ აი ამ ასე ვთქვათ სიწმინდეთა დამცველნი სულ იყვნენ მოქმედებაში, ისეთ მოქმედებაში, რომელიც ცოტა უფრო ჰოლივუდის ფილმს დაემსგავსება და დავინტერესდებით ჩვენს და რაღაც ბალღებსაც ჩავრთავთ და ეს არ ვამბობ რომ ან ავკარგის პრინციპით არა, უბრალოდ მიღებული ასეა, რომ სანახაობა უფრო იქ მეტია და შეიძლება ვამბობ რომ იმიტომ დამკვიდრდა ასე რომ თაობები დააინტერესონ წინა თაობებმა, შემდეგი თაობები აი ამ საინტერესო მართლმადიდებლური თავდადებული ისტორიებით, რომ შემდეგ თავადაც შეიქმნან მათი მიმბაძავნი. ვინ იცის ასეა, მაგრამ როდესაც უკვე ჩემი ასაკისა გახდებიან ის ბალღები და ჩემზე უკვე მხცოვნები კიდე და ბრძენი სხვანი რა თქმა უნდა არიან ძალიან მრავლად, მე მიხვდებიან რომ როგორც წერან თქვი საყვარელო ძმაო და ლექსი მოგეწონა. ამ ბავშვებს ურჩებს საკუთარი მაგალით, ამ ბავშვებს ურჩებს საკუთარი მაგალითით მშვიდობას ვინ ურჩევს. ამ ბავშვებს ურჩებს სამწუხაროდ ხო საკუთარი მაგალით მშვიდობას ცოტა თუ ურჩევს. ჩემი ლექსი დამავიწყდა შემდგომ, მაგრამ ასე გასაგებია კი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ვიყოთ მშვიდობის მქადაგებელნი. ოღონდ არა სიტყვით მხოლოდ, არამედ საკუთარი საქციელითაც. არსით ხო მშვიდობის არსიდაც არის. მშვიდვარდამ დაბალგულითა. თუ შენ უფლის მიბაძვა გსურს, უნდა იყო მშვიდი და მდაბალი. გთხოვთ მითხარით. ერთი ფაქტი, ვინც უფლისა ყოფილა და წაუგია სასუფეველი. არ არსებობს ძმა. არ არსებობს. ვინც აქაურს მისდევს, ორი ბატონის მონა ვერ იქნები და მსახური. უნდა ამოირჩიო. როდესაც შენ უფლისას ირჩევ, მონობას თუნდაც. რას ნიშნავს მონობა? უტყვად მორჩილებას. ხო ასეა? თუ უფლისა ხდები, ერთადერთი შემთხვევაა, სადაც მონა თვითონ თავად უფლობას ნიშნავს. თუ უფლისა ხდები მონა, უტყვად მორჩილებ, შენ გაღმერთიანებული უფალი ხდები. შენ უფლის საუფლო ნაწილი ხდები, ძმა, ხდები? ეს მხოლოდ და მხოლოდ უფლის უფლებაა და უფლის მსახურებაში ხდება ასეთი სასწაული. სხვა შემთხვევაში შენ ლომი ხდები და მტაცებელი. მამონისა მამონის მსახური ხდები და მონა. არ არსებობს არც ერთი სხვა რამ, რასაც თქვენ მეტყვით და სასიკეთო იქნება ადამიანის სულისთვის. ერთადერთი უფლის მონობაში არის გაღმერთიანების და საუფლო უფლების მიღების გამტარიხდების გამტარიხდები. კი საყვარელო ძმებო, ასე. ძალიან საინტერესოა რომ დღეს თაობა მოვიდა და მოდის და გზაშია მაგათ ვენაცვალე. საოცარი საინტერესო გონიერი თაობა, რომელთაც ჩვენ ბიჭებო, ჩვენმა თაობამ უნდა დაახვედროს საინტერესო სწავლებები. ოღონდ არა კიდევ ვამბობ, დიდება ჩვენს წინაპრებს. არა წინაპართა უბრალოდ გაგონილი ამბები და მოთხრობით მიღებული და მოსული ჩვენამდე არა. ჩვენი იარები უნდა ვაჩვენოთ. ეს გამოცდილებები ჩვენ სულზე, სხეულზე როგორ აისახა. იმათ გამოცდილებებს იმ დიდრონებისა ჩვენი უნდა დავამატოთ და უთხრა რომ აი ეს პაპის დანატოვარია და დაწერილი, აი ეს მამის და აი ეს ჩემია უმცროსო ძმაო. აგერ გადმოგცემ ამ წერილს და წინაპრის დანატოვარს და შენ დაწერე ახალი სიტყვა შენი ცხოვრებით. ხო შეამატე შენც და მაგას შენ. ასე იქსოვება ჯაჭვის პერანგი. ასე იქსოვება თითო. რასაც მე ალბათ ქვეყანას უნდა ჩავაცვლოთ. აუცილებლად. შენ ხარ შენი და ჩვენ ქვეყანა. ერთსო. შენ რომ გმოსავს, ესე იგი შენს ქვეყანას მოსავს. კიდევ ვამბობ, მე რომ ბრძოლა და ეს პოეზია მიყვარს და ვეტრფი, სულ ვცდილობ ხოლმე რომ დავაოკო ჩემს თავში ეს ეროვნული იდეით, მართლმადიდებლური იდეით შემკული რაინდებისა და
ქალწულების ეს და დედოფლების და მეფეების ეს ისტორიები ჩემს თავში წარმოსახვაშიც რაც დამიმატებია, რაც აღმივსია კიდევ უფრო მეტი სპეცეფექტით ჩვენი ისტორიული გმირების ცხოვრებები უფალმა უწყის, როგორ მომწონს და როგორ მხიბლავს. მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ ეს ჰოლივუდი ჩემს თავში რაც ხდება, რაღაცნაირად დავაცხრო და მაქსიმალურად გავაშიშვლო სიმართლე ჩემს თავში, ჩემს ფიქრში, საძმო საუბარშიც, საზოგადოდ, თუნდაც რომ რაღაც არ მოგვივიდეს ისეთი, რომ ზღვარი ძალიან პატარა არის, რომ უცბად იმის ციკით შეიძლება თვალსაწირი დაგეხშოს და ვერაფერი ვეღარ დაინახო და უცბად გამოდიხარ ურა. და ეს ძალიან ცუდია რა. როდესაც შენ ურა გამოდიხარ და ვეღარ ხედავ, ვეღარ ხვდები შენ სულ კარგი გგონია შენი ისტორიის ყველა მონაკვეთი, შენი ყველას გირჩევნია, ოღონდ და მიზეზებით ეს ძალიან ცუდია. ეს უკვე სიბნელის, ეს კი სინათლის ნაკლებობას მიანიშნებს რა. შენი ანები, შენი ისტორია, ქვეყნის თუ ოჯახის თუ გვარტომის, იმიტომ კი არ უნდა გიყვარდეს, რომ შენ რამე მიზეზები გაქვს და იმიტოები გაქვს. უმიზეზოდ უნდა გიყვარდეს. მიზეზებზე არ უნდა იყოს დაშენებული ეს სიყვარული. და შენ როდესაც შედიხარ დისკუსიაში სხვა მოწინააღმდეგე აზრთან და შენ უსაბუთებ უკვე აი იმიტომ რაღაც ისტორიულ ფაქტებს რატო ხარ სხვაზე ძლიერი და რატომ გიყვარს შენი ერი, როგორი თავდადებულნი იყვნენ ღირსეულნი და იმიტომ საყვარელო ძმაო, იყუჩე თუ დაო. იმიტომ და სიყვარული არ არსებობს. განა ჩვენ როგორც უფალს მოვეკეცით. სიყვარულის ღირსნი ვართ? და იმიტომ უყვარ ვართ უფალს, ჯვარზე რო ვავნეთ, დიდება ქრისტეს. შესაბამისად, თუ გიყვარს, მამა ჩემს უთხარ მაგას ვენაცვალე. დედა რატო გიყვარს მეთქი და შვილო, თუ მეწოდინებაო დედა შენი რატო მეყვარს? აღარ მიყვარს ესე იგი არ მეყვარებაო და მაშინ ბალღი ვიყავ და ძალიან დიდი ხანი ვერ ისე დარბაზულად მითხრა, ვერ შევეპასუხე. კარგი მეთქი და გამოვედი აქ და ვფიქრობ მეთქი, რა მითხრა? იმიტომ რომ მე მეგონა რომ მიზეზები ჭირდებოდა სიყვარულს, ხვდებით? არა და საღმრთო სიყვარულს, მართალ სიყვარულს არ ჭირდება. შენ როგორც შენი მოდი ვთქვათ, შენი მეუღლე ლამაზი თვალებით გიყვარს. საოცარი ტანფეხით, საოცარი შველებით კისრით, შავარდენივით, ხოხობივით, რა ვიცი რა ეპითეტია. თუ აი ამ სილამაზეების გამო გიყვარს, რაც არ უნდა უერთგულო ამ სილამაზეს. ჟამი გავა დაჭკნება და დაგიბერდება შენს ხელებს შუა ეგ სილამაზე. ხო, ეგეც არის აი მატერიაზე მარტო კონცენტრირება. შენ დროებით შენ მასში დროებით უერთგულე. წარმავალ. ხო, და არა მარადილს, რასაც მიზეზი არ აქვს და უსუარი. აგაშენ აღმერთი. ეგ არის ხდებით? რა რომ შენ აი რატო გიყვარს შენი ერი, აი ამდენი წმინდანი ყავს ძმაო, ამდენი ფიჭო. შენი შობელი სამშობლოა. დაგბადა. მოგცა ყოველი გენეტიკური ღირსება, რაც მას ჰქონდა და ებადა. ასეთ თაგორებში დაიბადე და მზე იხილე. განა ეს საკმარისი არ არის, რომ ეს უკვე მიზეზებია პრინციპში მე რაც გითხარით, მაგრამ საკმარისი არ არის თვალი რომ გააღე. არც გიმკავს, არც გიბარია, არც გითოხნია, მაგრამ ერთი წამით თვალი გააღე ამ წუთის ოფელში და დახუჭე. ჩემი სნეულების შემდეგ მივხვდი ამ ყველაფერს. აუგილიგ ჯერ რა დროს შენი ის იყო, რა დროს რო გავიაზრე, ჩვილი ბავშვები არიან, გაახელენ თვალს და აღესრულებიან ხოლმე. არიან 3 წლის, 5 წლის. მე 33 წლის გახდით მაშინ სნეულება რომ დამემართა. მე კიდე დიდხანს ვიცხოვრე ძმებო. ვისთან შედარებით იმ ბალღებმა რა ქნან. ასე რომ საწუწუნო არაფერი. ყოველი წამის სამადლობელი და სადიდებელი. როგორც უფლისა, ისე შენი საყვარელი ერისა. რაც გააჩნდა ყველაფერი გაიღო შენმა მშობელმა სამშობლომ და მოგცა. და შენ თუ არ იქცევი და არ ექცევი შენ სამშობლოს ღირსეულად. შენი მოძმე არ ექცევა შენ სამშობლოს ღირსეულად.
სამარცხვინო ფაქტები ხდება ისტორიაში. ყოველთვის ხდება. და შენ თუ კონცენტრირდი იმ სამარცხვინო ფაქტების გამო და შეიჯავრე შენი სამშობლო, ღირსეული ფაქტები ხდება ყოველთვის. და ამ ღირსეული ფაქტების შემდეგ იმდენად დაიხშე შენი თვალსაჩინო, რომ დაგემართა ურა პატრიოტიზმი, კიდევ ამბობ, ამ მიზეზების გამო შენ სინათლის ნაკლებობა გაქვს, ესე იგი ძმაო. იმიტომ რომ სიყვარულს არ სჭირდება მიზეზები. არ ჩენი სამშობლოს სიყვარულს, არ ჩენი დედისა და მამის და ძმის სიყვარულს, მით უმეტეს საღმრთო სიყვარულს. თუ იქ მდუმარება, რაც ვახსენეთ მანამდე, ხო. დადუმდი და იმსახურე დუმილით. დაბანე ფეხი, ხონდ დუმილით. რაცა იქმოდეს მარჯვენა შენი, მარცხენა არ უნდა იცოდეს. რაც კი გაგვიკეთებია ჩვენ სიკეთენი, აბა გაიხსენეთ თქვენს თავში ძმებო. მე როდესაც დავფიქრდი, ეს რომ გავიაზრე შემრცხვა. იმიტომ რომ ერთი სიკეთეც ვერ დავიჭირე შემინდე უფალო. ერთი სიკეთეც, ერთი ჩემგან გაცემული სიკეთეც არ გამახსენდა თუ დავიწყების გამო არა. სადაც მე გამიღია და სადღაც მაინც არ მithქვამს დო. აი ერთი ვერ დავიჭირე, ხვდებით და წარმოიდგინეთ, რო გგონია ეს რამოდენიმე წლის წინ მოხდა და რომ გგონია რომ შენ როდესაც მიიცვლები უფლის სასწორზე რომ დადგები ცოდვა მადლისა და სიწონება ესე უტრირებულად რომ თქვათ ამ სასწორზე მადლი გადაწონის ძმაო ის მადლები არ შეგეწირა იმიტომ რომ შენივე პირით სთქვი შენი მადლის შესახებ და всё განკარდა წყალს წაუღია ამ შეიძლება ვთქვათ რომ ამ პარტავნებაში ჩავარდი თუ სხვა რაღაცას გულისხმობ ამ პარტავნება არა აქ მნიშვნელოვანი არის რომ შენ აკეთებ რომ თავი მოიწონოს სხვასთან ანუ აქაც მიზეზი ხო რაღაც არ გიჩერდება შენ ხიბლი ბევრია ამ პარტავნებაც ხიბლიც სიამაყეც თავმოწონებაც პატივმოყვარე ყველაფერია რომ ვაშე რა კაი ბიჭი ხარ რომ გითხრან ხო და მაგიტო კი არ გეუბნები ამას რა თქმა უნდა არა ეხლა მაგიტო კი არ ვამბობ შეგვინდოს უფალმა ეს თამდევი არა და იმის შემდეგ სულ ვცდილობ რომ აი როგორ დავმუწო იცით პირი თუ სადმე რამე მცირედი სადმე შესაწირი გაიხედ გამოიხედი არავინ დაგინახოს რა ხო თავის დამდებლებასთანაც არის ერთგვარდით კავშირში შენ თუ გინდა საყვარელო ძმაო შეგეწიროს ჩუმად იყავ მადლობა არ მოსთხოვო ჩუმად დადე და გაიქეცის მთელი სისწრაფით რომ თვალი არავინ არ მოგკრას და შენ ისე მიიცვალე ბოლო აღმოსუნთქვა ისე ჰქენ რომ ამ სიკეთის შესახებ კინო გადაიღონ მაგრამ არავინ არ იცოდეს რა შენახან ოსკარი მიიღონ მაგრამ არას თქვა რომ ეს მე ვიყავ არას თქვა გინდა მადლი დაივანო აი ეგრე ივანება მადლიც მაგ თემაზე ის მიფიქრია რომ აი ხო არიან ჩვენ ისტორიაში ისეთი წმინდანები სიტყვაზე რაინდები ვისი სახელებიც არც კი ვიცით ისტორიას არ შემოუნახავს მაგრამ მათ აქამდე მოიტანეს სარწმუნოება ჩვენი ლიტერატურა ყველაფერი ეს განძი მაგრამ მათ საერთოდ არაფერი არ ვიცით აი რიგითი ჯარის აი უდიდესნი არიან აი ეგენი არის ხო ეგ აუ შენზე თუ შეიძლება რომ შეგეკითხო აი პიროვნებაზე ისეთი როგორიც ხარ არის გამორჩეული რო გადახედო საზოგადოებას და ამ გამორჩევას აქვს თვისება ინდივიდუალიზმის ესე ვთქვათ რომელიც მარტივი არ არის რომ შეინარჩუნო როცა ყველას უნდა რომ დაგამსგავსო საკუთარ თავს მე მაინტერესებს აი ბავშვობი აი ეს ფორმები რა ფორმებითაც თქვა შენ საუბრობ და ასე შემდეგ ხო შეგვიძლია ამას დავარქვათ რაინდული ან მე შენი აზრიც მაინტერესებს ზოგადად რაინდობაზე ხო რაინდობაზე ანუ აი
როდის შემოვიდა შენში ეს ფორმები, რა ფორმებითაც თქვა, შენ მეტყველებ, დადიხარ, საუბრობ, თითქოს ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს რაღაცნაირად აი ძველ ქართულია, ძველია, ეხლა ცოტა სხვა ფორმებით საუბრობ, სხვა ფორმებით მეტყველებ და ურთიერთობთ რა, თუმცა ჩემთვის ეს ძალიან მომხიბვლელია და ლამაზია ეს ყველაფერი და ავთენტური შენგან აბსოლუტურად. მაგრამ აი როდის მოხდა ეს და მოგიწია თუ არა ბრძოლა ამისთვის, რომ შენ ესეთი ყოფილიყავი, როგორიც ხარ ახლა. მადლობა ძმებო სიტყვისთვის, კითხვისთვის. საინტერესო კითხვა იყო ბრძოლაზე რომ მკითხე მომიწია თუ არა ბრძოლა. ძალიან შინაარსთან ერთად კითხვის. ხო, ეს პერიოდი ბალობაში არავინ არ იბადება ისეთი როგორებით შემდეგ ცოდნა შეძენილნი, გამოცდილება შეძენილნი ხდებიან და ხდებით რა ამა თუ იმ ასაკში. აქედან დავიწყებ. მაგრამ თვითგამორკვევის შემდეგ, რაღაც ცოდნების მიღების შემდეგ ადამიანი ცდილობა შენი ადგილი მონახო ამ წუთის სოფელში, საზოგადოებაში. სადაც არ უნდა იყო ეს, თუნდაც სოფლად, ქალაქად. გამომდინარე ჩემი დამოკიდებულებებიდან, ჩემი იმ წირი ცოდნიდან, რაც მე ერსა თუ ბერზე მქონდა, აი ეს შევიქმენი რაცა ვარ. ოღონდ ეს მოხდა კიდევ ამბობ ჩემივე ნებით დიდება უფალს. იმ ნებათა ბევრის უარყოფით, რაც სხვას ჰქონდა ჩემთან დაკავშირებით და სხვას ენება, იმ ბევრის კიდევ თანხმობით, ბევრ უარყოფასთან ერთად, საბოლოო ჯამში ჩემი საოცარი ოჯახი მზრდიდა როგორც რიგით მართლმადიდებელ ქართველ ქრისტიანს და რაც გამოვედი ძმაო, აი ეს ვარ. რა თქმა უნდა, მუშაობა საკუთარ თავზე აუცილებლად ჰმართებს ყველას. რადგან მე ვეღარ ეტყვი უფალთან რომ წარსდგები, უფალს რომ უფალო ესე აღმზარდეს, ესე უნდოდათ, იმიტომ რომ შენ თუ მამაო ჩვენო ვიცი ეს ლოცვა აბსოლუტურად საკმარისია, რომ იყოს ნება შენი უფალს მიხმართო და გაიასრო. ეხლა უნდა გავიგო რა არის უფლის ნება. და შემდეგ როდესაც გადაშლი ათმცნებას, ძალიან მარტივ გზას ვამბობ და ათმცნებას გადახედავ, ათმცნებას დაამკვიდრებ შენს ცხოვრების წესში. ბილწ სიტყვას მოიშორებ ბაკიდან. ბილწ ზნეს მოიშორებ ცხოვრებიდან. გახდები მეფობის მსურველობით მსახური. იმიტომ რომ თუ გსურს იყო მეფე, უნდა იმსახურო. გახდები მიმტევებელი, გახდები მლოცველი, მაზიარებელი, მარხული. ისწავლი ჯერ როგორ შეიყვარო საკუთარი მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. და შემდეგ ისწავლი როგორ შეიყვარო მტერი, როგორც შენი მოყვასი. და დაკვირდები რომ მტერიცა და მოყვასიც საკუთარ თავამდე დაიყვანება. გიყვარდეს მტერი როგორც მოყვასი, მოყვასი როგორც საკუთარი თავი. და თუ ისე გიყვარს ერთი მეორე როგორც შენი თავი, საკუთარ თავამდე დაიყვანება და გამოდის რომ გაღმერთიანებული ხარ და შენ მე ხარ, მე შენ ვარ. და ჩემს პირველ კლიპში გავღმერთიანდეთ, სადაც მამა ჩემთან ერთად მღერი და რეჩიტატივს ლექს ვამბობ. იქ არის ასეთი სიუჟეტი, რომ მარტო მივდივარ ჩემს სამ სხვადასხვა მეგობართან ერთად, მე ცხენით ვარ, ჩემი ერთი მეგობარი Porsche Carrera-ი, მეორე მეგობარი Harley Davidson-ით, მესამე მეგობარი skateboard-ით, longboard-ით. და შემდეგ, როდესაც შევხვდებით მზის ბორჭლის ამოსვლას, ნიღბებით არიან ესენი. ნიღბებს იხდიან და სამივე მე ვარ. ძალიან მაგარი კლიპია. შესაბამისად, ეს იდეა გაღმერთიანებისა ძალიან მარტივია. თუ ამას გაიაზრებ, რომ შენ მე ვარ და მე თუ კეთილის მსურველი ვარ შენი, რასაც გავცემ ჩემია. რასაც გაცემ შენია. შესაბამისად,
ძალიან მნიშვნელოვანია მახსოვდეს, როდესაც ქალაქში გავდივარ, რომ სულ მე ვარ. იმან შეურაცხყოფა მოგაყენა, არა, იმან ვერ მომაყენა მე შეურაცხყოფა. იმან საკუთარ თავს მიაყენა შეურაცხყოფა. მე შეურაცხყოფას როდის მომაყენებენ იცი, მე როდესაც მოვიქცევი შეურაცხყოფელად სხვისთვის, აი მაშინ ვაყენებ ჩემს თავს შეურაცხყოფას. იმიტომ რომ გინება მაგინებლისა და ლოცვა მლოცველისა. ეგ არის ისეთი ფარი კაც თუ გახსოვს. ისეთი სიმშვიდის მომგვრელი ვერ აგიხსნით ძმებო. თუ საკუთარი თავი არ შეურაცხე, სხვა ვერ შეურაცხყოფს რა. ასე რომ ჩემი ფორმა გილიგასი ვის მოსწონს თუ ვის არ მოსწონს. შემინდეთ მამზირალო მაყურებელნო, მაგრამ პირველი ადგილი არ არის მათი, რომ მე მაინტერესებდეს აზრი. მე მაინტერესებს უფალი რას ფიქრობს გილიგაზე. მე მაინტერესებს ღმერთს რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრების წესზე, ჩემს სიტყვა პასუხზე, ჩემს ქცევებზე. ასე რომ ყველა ადამიანს უნდა გვაინტერესებდეს ღმერთი რას ფიქრობს ჩვენზე უპირველესი. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც საზოგადოება კეთილად არის განწყობილი, მაგრამ შემინდოს საზოგადოებამ კიდევ ამბობ, საზოგადოება არ არის მაცხონებელი. ღმერთი არის მაცხონებელი. შესაბამისად, ვინ საზოგადოება ტაშს უკრავდა ვისაც. ძალიან ბევრნი არიან, ვინც არ ცხონებულან ალბათ. მე ჩემს აზრს ვამბობ, იმიტომ რომ უფალმა უწყის ვინ ცხონდა და ვინ არა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ეგეთი ლექსი მაქვს და ხშირად ვამბობ ხოლმე. არც ახლა დავიზარებ რომ თქვა. ხალხის საკრავი ტაშია. ესე ქვია ამ ლექსს. არასდროს მითამაშია. საქმე არ ვიცი რაშია. უფალი თუ კი ცაშია, რა ყრია ქვეყანაშია. მითხრეს სიკვდილი გზაშია. მიმაფრეს ჩემი რაშია. თავშესაფარი მთაშია, ცა მიწის გასაყარშია. ხორცი გავიღე არმშია, ცხონება დათმენაშია. გლოვის ცრემლები თვალშია, მაყვალი ეკალნარშია. ხალხის საკრავი ტაშია. მე არს მითამაშია, საქმე არ ვიცი რაშია. უფალი თუ კი ცაშია, რა ყრია ქვეყანაშია. ეს არის მთელი არსი პოეზიისა, რომელიც ჩემს ცხოვრებას გამოხატავს. და მადლობა უფალს, რომ ისეთ ლექსებს მაწერინებს, რომ შემდეგ თავად ვსწავლობ ჩემი ლექსებიდან. ისეთი ლექსები დამაწერინა უფალმა, რომ ამა თუ იმ თემის ასეთი ღრმა შინაარსი მე თავად არსად არ წამეკითხა. მაგრამ რო დავწერე, შემდეგ გადავამოწმე და თითქოს ჯერ ის ცოდნა მივიღე და მერე დავწერე ეს ლექსი ისე იყო. და ეს ჩემთვის ისეთი მადლია და ისეთი დასტური უფლის ჩემთან ყოფობისა, რომ როგორ შემიძლია რომ ბედნიერი არ ვიყო რა. გილკ მე რა მაინტერესებს? აი, ბოდიში რას ამბობდი? არაფერი, გაგაწყვეტი. არა საყვარელო ძმა, არა. ის რო თქვი მე შენ ვარ და შენ მე, აი განცდა. ხო. ეგ უშუალოდ შენ დაგეუფლა ქრისტიანული მრწამსის გავლით თუ რაღაც საყვარელო ძმა, კი, დიდება ქრისტეს. ქრისტიანულ მრწამს სამწუხაროდ არ იცნობენ. მართლმადიდებლობას არ იცნობენ. თავად ქრისტეს არ იცნობენ. და შემდეგ იმიტომ ზმანი და დანი ეძებენ სხვა ფილოსოფიებში და რელიგიებში ხსნას. დიდება ქრისტეს. ვისაც ქრისტე შეხებია, ვისაც ეს მადლი შეხებია, რას ნიშნავს თანალმობა. სხვის ტკივილზე შენ ცრემლი გდიოდეს. სხვის ცოდვაზე სტიროდე. თუ შენ ეს არ გაგიგია და რა მითხრა? ეს როგორ მითხრა? ჩემზე თქვა? ეს როგორ თქვა? თუ შენ ეს გული არ დააცხრე, დაამშვიდე. თუ შენ ეს პატივმოყვარ, მე როგორ მაკადრა ეს რომ გახსოვს სულ რომ შენ ხარ, როგორ მიხარია რომ თქვენ პოდკასტს არ ქვია ჩემი პოდკასტი და ქვია შენი პოდკასტი რა. იმიტომ რომ აქ მე არის ხდები, მაინც ჩემი რო ერქვას, არ ვიცი არის თუ არა ეგეთი პოდკასტი,
არაფერი არ მაქვს მასთან საწინააღმდეგო პატივისცემით მეგონი მას. არ არის. ხო, არ ვიცი, უბრალოდ რომ ხვალ იყოს, ხო. ღმერთმა დალოცოს ყოველი სიკეთის მსახურებაში. უბრალოდ ნახე მე ეს გაიძახის თხა. ხდები? და ეს ეგოსკენ მიდრეკილი მე ადამიანის ეგოს ავსებს და სულიერ გზებს ახშობს. შესაბამისად ჩვენ არის მომეც მე კი არა მოგვეც ჩვენ დღეს დამომიტევენ ჩვენ თანადებნი ჩვენი სულ ჩვენ არის მამაო ჩვენ ხდები და ეს როდესაც ჩვენი პოდკასტი იქნებოდა და არა შენი ჩვენი შემდეგ შეიძლებოდა აქონდა აბსოლუტურად პერსპექტივა რომ მხოლობითზე დაყვანილიყო ხდები და მხოლოდ ჩემს სარგოზე ყოფილიყო მორგებული თავად უკვე სახელწოდებაშივე პოდკასტის და არა შენზე და რაცა გასცემ ხო შენია და გასცემ შენია გეუბნები და შენში შენც იგულისხმები და მეც ვიგულისხმები ხდები და ეს ძალიან კარგია რომ შენი პოდკასტი ხქვია იმიტომ რომ შენ მე ხარ ხდები მე შენ ვარ და აი ამანაც ძალიან მომხიბლა ძალიან კარგად გაქვთ მოფიქრებული და კიდევ ერთხელ სახელზეც კიდასწორებ შენის ტელეგრამი დახურული არხი მათთვის ვისაც სურს ასტროლოგიის ეზოთერიის და სამყაროს უნივერსალური კანონების ღრმა გაგება და მათი ყოველდღიურობაში გამოყენება არხზე იღებს სუფთა სისტემურ და შემეცნებით ცოდნას რომელიც გეხმარება ნელ-ნელა ნაბიჯ გარდაქმნა საკუთარი ცხოვრება. გასაწევრიანებლად დაასკანერე QR კოდი. რაინდობაზე რო გადავიდეთ, იმიტომ რომ ეხლა რაც ვისაუბრეთ, აი დასაწყისიდან აქამდე თითქოს აი რაინდობის ამცნების სხვადასხვა ეტაპები იყო. ეს მებრძოლი ქრისტიანობაც, წამს ისეთ სადაც შენ უფლისნებას ემორჩილები და ყველანაირ პასუხისგებლობას იღებ და ნუ მინდობილი ხარ, ეს რაღაც უკიდეგანო მინდობის შეგრძნება. და აი დასაწყისში რაც თქვით, ანუ გარეთ და ტაძარში ან რაღაც გარე ფორმებში კი არ ძიება, არამედ შენ თავში ჩაძირვა და დაბრუნება, რომ აი პირველ საწყის და პირველ წყაროს დაუბრუნდე, აი ეს უფლის მარცვალი რაცა ჩვენში, რომ გააღვიძო და ესე ვთქვათ გააცნობიერო, ესე ვიტყოდი. და შენ კიდე აი შენ რაინდის გზაზე აი რა ეტაპები გაგიულია სიტყვაზე ეს სიკვდილის და ხელახლა დაბადების აი ეგეთი, იმიტომ რომ მაგალითად გუშინ მქონდა მამა გურამის ლექცია ჩვენთან და ეგ მაგარი რაღაც თქვენ ჩავიწერე მეთქი გილიგას და უთხრა თქო რომ ანუ ჯვარცს მას ის ვერ გადაახტები რომ აღდგომამდე მიხვიდეო რა ანუ უნდა გაიარო გინდა არ გინდა ჯვარცმა რომ აღდგომამდე მიხვიდე და რაინდიც თითქოს აი გადის მაგ ჯვარცმებს და ხელახლა აღდგომებს რომ მივიდეს იქამდე აი რაც ორივე სამყაროს გამაერთიანებელია მიწიერისაც და მატერიალურსაც ათანხმებს თითქოს რაღაც კი, ჯვარცმას ვერ გაივლი ისე თუ ხო და აი ამ თემის ირგვლივ რო დიდი მადლობა კითხვისთვის და მამაოს პატივისცემა და სიყვარული ჩემგან ისეთ ყველანი ვართ რაინდები მე ასე ვფიქრობ ან რაინდიც როგორ არის იცით წოდება ამ შემთხვევაში რაინდში ჩვენ კარგს გულისხმობთ ხო აუცილებლად მაგრამ შეიძლება იყოს რაინდი, მაგრამ არ ემსახურებოდეს სიმართლეს და სინათლეს, ნათელს. მეფობაში კარგი იგულისხმება ესე მეფე, მაგრამ რამდენი მართლის მჩაგვრელი მეფე ვიცით ისტორიულად. კი, უამრავი. და უღირსი ცნებების მცნე. ასე რომ ეს სიტყვები თვითონ საინტერესო რაც ძალიან გვხიბლავს რაინდი მეფე თუ არ არის გამოხატული მართალ საქმეთა ერთობაში და ნუსხაში არ აქვს აზრი აი ამ წოდებებს რა რაც შეეხება დაცემა ადგომას ეს ბუნებრივია შენ უნდა განიცადო დაცემა ოღონდ აქ ჩვენ გვავიწყდება რა რომ თავის მართლება თითქოს გამოგვდის ყოველთვის და სამართლებლად კარგი საშუალება გვაქვს რომ თუნდაც ეს არა გილიგე ხა მე უნდა დავეცე ან შეიძლება თქვენს წავიდე ხე უნდა დავეცე იმიტომ რომ ახე აღდგომა ისე ვერ იქნება თუ არ დავეცე ხო მაგრამ ჩვენ გვავიწყდება რომ
ცოდვასა შინამ შვამე დედამან ჩემან. შესაბამისად, უკვე ცოდვაში იბადები და დაცემული ხარ. და შენ რომ წმინდანად იცხოვრო, მაინც დაცემულ ბუნება გაქვს და გამორიცხულია რომ შენ ფეხი არ დაგიცდეს. ასე რომ შენ რომ განზრახ სპეციალურად წახვიდე ცოდვის ჩასადენად, იმიტომ რომ მე ამას მიიღებ მე ხო, ეს ძალიან დიდი მაგას არ განიცდი თითქოს გულით და გონებით მიდიხარ და ეგ სხვაგან მიგიყვანს. ხო, მათემატიკა. ეგ არის სხვათა შორის რაღაც ფილოსოფიებს ახასიათებს თითქოს ესეთი მათემატიკური მიდგომები რა, აი როგორც ამას გააკეთებ და ამას მიიღებ, ამას გააკეთებ და აი ეს ჩაკრა გაგეხსნება, ამას თუ არ გააკეთებ არ გაგეხსნება, აი რაღაც ეგრე. მაგრამ აქ არის ცოცხალი ურთიერთობა უფალთან. აქ არის მადლის შეგრძნებები, რომელიც შენ და ღმერთმა იცით მხოლოდ. როდესაც შენ ამძიების სურვილს შენივე თავისუფალი ნებით საუფლო ნებას დაუდასტურებ და მე მნებავს უფალო, მოდი ჩემთან ისყებს სვლას, შემდეგ უკვე ამ წესის აღსასრულებლად ტაძარი გიხმობს. შემდეგ შენი ტაძრიდან მიდიხარ მოძღვართან ტაძარში, რომელიც სწავლებებს გეუბნება. თუ შენ ამა თუ იმ ენის ცოდნა გინდა, ხო უნდა მიხვიდე იმის სპეციალისტთან. თუ შენ საუფლო ენა გინდა სამეთყველოდ, მაშინ უნდა მიხვიდე, ვინც იცის ხო ეს ენა. რა თქმა უნდა. აქ ძალიან ჩვეულებრივია და ის საოცარი შუა საუკუნეების სიტყვა რაინდი ძალიან მიყვარს. მაგრამ რაინდობაში კიდევ ამბობ, ბევრმა არასახთო საქმე გააკეთა. მათ შორის ქრისტეს სახელი. ო გაუმრუდდათ ეგ იდეა რაც კი, საყვარელო ძმაო, ასე რომ რატომ გითხარ რომ სიყვარულის მებაღე წარმატგინეთ, დიდება და მადლობა უფალს ამისთვის. რომ ეს სიტყვა მომაქარგინა და მადლობა თქვენ რო თქვით, იმიტომ რომ სიყვარულის მებაღეობა არის ღირსეული რაინდობაცსა და მეფობაც და მეფისტოლობაც კიდევ. სიყვარულის მებაღეობა არის ქრისტეს ჯარისკაცობა. როდესაც შენ გაიაზრებ რომ ღვთის შვილი ხარ, მამა ჩვენ რო კითხულობ, პირდაპირ მიმართავ. აი მამას შენს როგორც დაუძახებდი, ცოცხალ ხორციელს. მამა, აი ესე მიმართავ, მამა. და როდესაც გარეთ გადიხარ, შენ არც რაინდის წოდება გინდა, არც მეფის. ღვთის შვილი გადიხარ სახლიდან. მამა ღმერთი გყავს ძმა. ხვდები როგორი პატივით უნდა ექცეოდე საკუთარ სულსაც და სხეულსაც, ღმერთის შვილი ხარ. შენს ძმას იმ ქალაქური ჟარგონით ეხლა რომ მიუმართავთ ერთმანეთს, არ უნდა მიუმართავდეთ ძმაო. ეს არ არის პატივისცემის გამოხატულება და შინაურობისა, ეს უპატივცემლობის გამოხატვა. ღმერთის შვილს, მართალს, განკაცებულს, განცხადებულს, შენ რომ შემეცნებული ყავს, დატეული და იცი. მიმართავ რამე ეგრე, აბა გაიაზრე. არა, რა თქმა უნდა. და იცოდე რომ სიცხადეში თუ ხო და საყვარელო ძმებო, განა არ უნდა დაადგეს დრო ჩვენს ცხოვრებაში, რომ ცოტა რაღაც წინ გადავიწიოთ ამ საკითხში და როდესაც გარეთ გადიხარ, როგორც ღვთის შვილები შენი დაძმანი, სათითაო მათგანი ღვთის შვილი, შენ მიმართე ისე სიყვარულით, როგორც ღვთის შვილს მიმართავდი. ერთი მამის შვილს, შენს მოყვარულ ძმას. არ იქცევა ღირსეულად. უცხების შვილის იგავი იცით? ვიცით. შენ არ იცი რა სინანულით დაბრუნდება შემდეგ მამის სახლეულში უცხების შვილი. ზვარაკი ჭამებული რომ დაიქულება და გაიშლება ტრაპეზი მისი დაბრუნებისა. მაგრამ შენ არ იყო ის ძმა, რომელიც გაწყრება და მე არ წავსულვარ მამის წიაღიდან და არასდროს საკლავი ჩემთვის არ დაუკლავს მამასო. არ იყო ეგ ძმა. შენ იყავი მამასავით ტკბილი დამხვედრი ძმა, რომელიც არც მამის წიაღიდან წავა და უღალატებს მამის სახლეულს, მაგრამ დაბრუნებული ძმისაც მხოლოდ და მხოლოდ სიხარული ექნება გულში და არ შეშურდება იმ საკლავისა, რაც მისთვის დაიკვლება და მის დაბრუნებაზე ერთად ილოცებთ. აი, ეგ არის რაინდობა თუ იტყვით ამას. და ამას არ სჭირდება არც ჯაჭვი არაღი და საჭურველი. ხო, ის რაღაც მსოფლმხედველობა და განცდა. ხო, რაინდობა მზადყო, კაი ყმა,
ხო. ეგრე არის ვაჟას კაი კაი ხმა, ხმა აქვს, ხო? აი კაი ხმა არის რა ინდი ხვდებით? ხო. რომ კაი ხმა უნდა დილაბინძე დგებოდეს. იცვამდეს ცივს სარკინას აომს ვიზამ ემზადებოდეს. აი როგორ არის იცით? ეს კიდევ ამბობ საომარი მდგომარეობა მე არ მინდა რომ რაღაც ისე გამომივიდეს რომ კვლავ მასკულანურ რაინდულ პათოსში წავიყვანო ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ამბობ არაფერს არ ვერჩი რომ კაცი ფორმაში უნდა იყოს და სულ მზად იყოს 10 კაცთან შესარკინებლად, მაგრამ უპირატესი მისი სულიერი შერკინებისთვის მზაობა უნდა იყოს და არა ფიზიკური, ამის თქმა მსურს ამით მხოლოდ. ძალა უძლურებაში აღევლინება უნდა თქვენ ეგ დიდი სიბრძნეა. ეგ დიდი სიბრძნეა. მაგის სწორით გაგება ძალიან. კი, საყვარელო ძმა. მოუბრა მაგარია ძალა უძლურება. კი. როდეს იმიტომ რომ ეგ ყველაზე დიდი ძალაა, რომ შენ ძალი შეგწევს მისი წერო ვთქვი თავის კვეთისა, მაგრამ ხელს არ ადგა ესე გამძრევლად გახარ და შენი მხლა ძალა გაქვს რომ შენ მას შეუნდობ. აი ამ შენდობაშია ყველაზე დიდი ძალა და წერა რომ დავასრულო სიტყვა, იმიტომ მასკულანობას კი არა ვაკნინებ ამ შემთხვევაში უპირატესობა მსურს განსაზღვროს სულ და ხორციელი. და ყოველი ჩვენთაგანი რაინდულ სულს თუ განვეხილავთ, მზად უნდა იყოს ღმერთთან შესახვედრად. ეს არის კაიყმობის ყველაზე დიდი შინაარსის თუ შეიძლება ითქვას მატარებელი ქვაკუთხედი. თუ შენ აღსასრულისთვის მზად ხარ, ესე იგი ქრისტეს ჯარისკაცი ხარ, ესე იგი კაიყმა ხარ. თუ შენ ღმერთთან შესახვედრად მზად ხარ, ეს რას ნიშნავს? ესე იგი ღირსეულად ცხოვრობ, მარხვით ხარ, ლოცვით ხარ, სიყვარულის მებაღი ხარ. ცხოვრობ ნება იყოს შენი უფალო. იმის ნებაზე შენ ნება შერწყმულს განიცდი ცხოვრებას. იმის ნებაზე დაშენებულ შენს ნებას პატრონობ. და საბოლოო ჯამში ყოველი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა მისით არის და როგორც არ ვიცოდით ჩვენ როდის დავიბადებოდით, ისე არ ვიცით როდის აღსრულდებით და აქედან გამომდინარე ძმებო მზად ყოფნა არის საჭირო. სიტყვა არამზადა, იცით საიდან მოდის? არამზად. მზად არ არის. მზად არ არის, ხო. გარდაცვალებისთვის. როდესაც ქალაქში ჩამოვიდო და მაცნე რომ ომი დაიწყო, უკარო ბრუნდებოდა თუ ვინმე მზად არ იყო და ომში დაიგვიანებდა, ის არამზად იყო. მზად არ იყო. მზად არ იყო შესაწირად ქვეყნისთვის, ღმერთისთვის, ოჯახისთვის. იმიტომ იყო საგინებელი და სალანძღავი სიტყვა არამზადა. ჩვენა ვართ მზად, აბა ვიკითხოთ საკუთარ თავში. ასე რომ ზუსტად ჩვენ რასაც იძახი ერთ-ერთ სწავლებაში შემხვდა, მეგონი ანთროპოსოფიულ სწავლებაში იყო, რომ ანუ სიკვდილის შიში არის როგორც შენი უმწიფრობა მორალურ-ეთიკური კი ძმა. შენი თვისებების რა და ეს უმწიფრობა იწევს შიშს, სიკვდილის ქვეცნობიერად არ გინდა სიცხადეში შესვლა. და ხო, როცა მწიფდები მზად ხარ სიცოცხლეც გაიგო. კი, შენ ხვდები შენი ამ წუთის სოფლეული დაბადების უმნიშვნელობას და მნიშვნელობას მოდი ასე ვიტყვი რა. სწორ მნიშვნელობას რა. წარმოიდგინეთ, როდესაც ვიბადებით ჩვენ და გვსრდიან სკოლაში, რა მეცნიერებებს და მიმართულებებს ანვითარებენ ჩვენში და გვასწავლიან. როგორი კარგი ექიმი იყო, იურისტი იყო, გამომყენებული, ანალიტიკოსი. კი, საყვარელო ძმაო. აი რა კარგი სიტყვა ისეთი ეკუთვნის ამ გამომყენებლურ აი არანაირად არ მოგეწონება ეს რა. თან ის კი არა რომ გამოადგეს ხვას. არა. გამომყენებლური უნდა გამოიყენოთ, რომ ლიდერთა სკოლებში ეს ჯერ ლიდერთა სკოლა რომ ეს ძალიან სახიფათო ის არის. ცნება ხო აი
და ვახ ბიჭო მე რო ვერ სწავლობ მაქს კლასი და ორიანი რომ ყავს ლიდერობაში ხო ბოლო რო ხარ ლიდერთა სკოლაში დიდება ქრისტეს შემინდოს უფალმა და ვინც არავის არ განვეკითხავ პატივისცემა ჩემგან მათ არჩევანს უბრალოდ კიდევ ამბობ არავინ არავიზე მეტი ამბობს რა უფალი და აქ მე ლიდერი ვარ ძმაო ნება იბოძე ხა მე რასაც გეტყვის გააკეთე არა და მსახურებაში არის მეფობა მსახურებით ცხონდება კაცი არ მჭირდება იმის მტკიცება რომ შენ ჩემზე მაგარი ხარ მე ჩემი მართლმადიდებლური სიყვარულით სავსე მრწამსით შენი გვარტომეული წარმოშობები არ მაინტერესებს შენ ჩემი ძმა ხარ მე შენს გამო ვალდებული ვარ ღამეს ვათიო თუ საჭირო ტყვიაც მივიღო შენთვის შენი ფეხის მბანი ვიყო ძმაო და გადაგეგო ფიანდასად წინ აი ამაზე დიდი ლიდერი და მეფე და ღვთისმშობლობის თუ შეიძლება ითქვას მაიდენტიფიცირებელი რა უნდა იყოს გთხოვთ ხო ძალიან მაგრა მასების მართვის ხელოვნებას რომ ასწავლიან აი ამ სასწავლებლებში აი როგორი მასების სიყვარული უნდა ასწავლო და ხალხის სიყვარული მართვა კი არა მასების საზოგადოებად ქცევა უნდა ასწავლო პიროვნებებად ჩამოყალიბება მასების საზოგადოებად ქცევა რა ის ინდივიდი და ეს მასა ხო ხვდებით იმ მასა მაცვა ქრისტე ჯვარს ხო გაუღმერთიანდეს პირველი სტროფი როგორ იწყება იცით გიორგობას მივულოცავ სხვა სახელებს მე მიყვარს ხოლმე გიორგობას მე კი არ ვზივარ და ველოდები გიორგის როდის მომილოცავ მე და სასწრაფოდ მინდა რომ არავინ მომასწროს და ალექსანდრეებს ნიკოლოზებს ხვებს ურეკავ აუ გილიგ მე უნდა გირეკავდე ბიჭო ჩემი სამსახუროა დღეს მე უნდა ვმსახურებდე იმიტომ რომ სხვანაირად გააზრებული ხო ეს ხო და გიორგობა და მე მიწევს ბორბალზეც მევა დღეს ხვდები თქვენთვის და მე უნდა მოგილოცოთ გიორგობას მივულოცავ სხვა სახელებს მათ ვინც ქრისტეს თავის ღმერთად ასახელებს ვხედავ იბანს პილატესებრ მას ახელებს ვინც გაყიდა ვერცხლის სწორედ მას ახელებს მაგრამ ჯერ ამ მომავალი მას ახელებს არ აღრევენ მტერმოყვარის გვარს ახელებს გიორგობას მივულოცავ სხვა სახელებს მათ ვინც ქრისტეს თავის ღმერთად ასახელებს შესაბამისად აი მასა მაცვა ქრისტე ჯვარს თქო მასა რომ საზოგადოება ყოფილიყო მასას რომ საღმრთო იდეასთან რამე საკვანძო კავშირი პატარა მაინც ჰქონოდა იგი ამოიცნობდა მესიას ასე რომ ძალიან სახიფათოა დღევანდელი წუთისოფლის მოწყობა იმიტომ რომ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი რისთვის იბადება კაცი არ ასწავლიან არ გვასწავლიან მოდი ესე ვთქვათ რაც 100-დან 100%-ია რაც იცი ამ ცხოვრებაში ის რომ ადრე თუ გვიან შენ გახვალ ამ წუთისოფლიდან რაც იცი 100-დან 100 და ყველაზე და რაც არ ვიცით ძალიან ბევრი რამეა რა იქნება ხვალ რას მივაღწევთ რას დავკარგავთ მაგრამ აი რაც არ ვიცით იმაზე გაცილებით მეც ვფიქრობთ და ვზრუნავთ ვიდრე ვემზადებოდეთ იმისთვის რაც 100% ვიცით რომ მოხდება წარმოიდგინეთ ჩვენ რომ ბალღობაში აი რაღაც საგნებთან ერთად მე არ ვამბობ რომ ისინი არ ვისწავლოთ იმ საგნებთან ერთად გვასწავლიდნენ სკოლაში სიკვდილთან შეგებებას ადრე თუ გვიან სიკვდილის შიშს კი არ გვასწავლდნენ შენ ეს ბავშვი ან მიიღებდა მაგას თუ თავისებურ ენაზე თავის ენაზე რა თქმა უნდა საერთოდ შეიძლება სიკვდილიც არ ახსენო კაცმა ხო გარდაცვალება მაგრამ ბავშვობაში მე არ გულისხმობ მეორე მესამე კლასში მე ვამბობ ბალღი რო უკვე მომწიფებულია ამ იდეასთან როდესაც ნახა უკვე ვიღაცის დიდი ბების გარდაცვალება და კითხვა დასვა ბალღს კი არ უნდა
დაუმალო ბუდასავით რომ არ არსებობს სიკვდილი და დაბერებული სიბერე. არამედ სიმართლე უთხრა და ისეთი სიმართლე ბალღობიდან განაწყო და აღზარდო რომ კარგი იურისტი გამოვიდე და კარგი ექიმი ეს კი არ იყოს ჩემი პრიორიტეტი. ღვთისშვილად ამბობდნენ ჩემს სახელს ისეთი ადამიანი გავხდე, ისეთი პიროვნება შევდგე, რომ როგორ არის იმ ლექსში აქაც კარგი კაცი იყო იქ ნათელი დაადგესა. აი ხო გეუბნებით შენ უკვე შენი ცხოვრება ბედნიერი იქნება რომ ის შიშები რაც უკვე შემდეგ ასაკში გაუთვითცნობიერებელი ტრამვებით გაჯერებული ცხოვრება გამოვიარეთ, აღმოვაჩინეთ რომ აღარც პატარები ვართ და აღმოვაჩინეთ რომ ყოველ დაბადების დღე აღარ გვეზეიმება, იმიტომ რომ ახლოვდება რაღაცა ის საკრალური ასაკები ვიღაცეებისთვის რაც გაგვიგია და იმის იქით შეიძლება მე წარსდგე უბრალოდ რა ვქნა. უკვე ოჯახი ყავს, შვილები ყავს. აღარ გაქვს შემეცნების დრო, დადიხარ ტაძარში, კითხულობ საკითხოს, მაგრამ უკვე შენი ის ბალღეული გონება რაც გქონდა, რაც ძალიან მყიფე იყო და ღრუბელივით ისრუტავდა ყოველ საინტერესო ინფორმაციას, ეს ტვინი აღარ გაქვს, აღარ გემორჩილება და უკვე რთული გასაგები ხდება შენთვის ეს ასე ვთქვათ სიღრმეები და სიმაღლეები ხვდები და შენ როდესაც სკოლის ასაკიდან უკვე რატო იყვნენ მეფეები რომ 16 წლის ასაკში უფლისწულები ხდებოდნენ, 18 წლის ასაკში უკვე სრულყოფილად მართავდნენ სახელმწიფოებს. იმიტომ რომ ბალღობიდან ზრდიდნენ მათ. ხო ხის ჩანასახში და ფესვებში სხვა პროგრამა იყო მათში რა. პატარა ბალღებს უკვე როგორც პიროვნებას ისე მიმართავდნენ. შესაბამისად გაცილებით დიდი პატივით უნდა მიუმართოთ პატარა ბავშვებს. ესე პატარა ბალღურ მოფერებას არავის არ უშლი, ყველამ თავისი იცოდეს. უბრალოდ მე რას ვამბობ, იცით, რომ ანუ შენ რომ დიდი ხარ ამის დემონსტრირება ბალღს არ უნდა ასე ვთქვათ ჩაარტყა და სცემო თავში ამისთვის რა. უნდა მიიღო მისი აზრი როგორც თანატოლის აზრი. ის გაცილებით სუფთასწულია ვიდრე შენ იცოდე. მას შეიძლება ერთ პატარა სიმარტივე სიმხელა სიბრძნე გასწავლოს. შენ და სარგე იყოს შენი ხო? ერთად ვერ წაიკითხო. ბალღები როცა ბალღობენ, ბულბულ მაშინა გალობსა, ცხვარნი რომ იალაღობენ, მგელიც მაშინა ხამობსა. თუშნი უკრავენ გარმოსა, ია სინაზით ხარობსა. ამ ოღრო ჩოღრო ქვეყანას ღმერთი მაინც ასწყალობსა. ერთი ესეთი კითხვა მაქვს. აი ხა ჩვენ როგორც საუბრობთ, ნუ რაღაც ესეთ ამ ფორმაში გვხედავს საზოგადოება კამერების მეშვეობით, ამ პოდკასტის მეშვეობით და ასე შემდეგ. და ეს ფორმაც გაგვაჩნია ცოტა სერიოზული, ცოტა რაღაც. მაგრამ მეორე ხო არის კიდე რომელიც აი ჩვენ მეგობრებში ვართ, ახლო წრეში, სადაც ზოგი ამაში ნაგან ბავშვს ეძახის, ზოგი რაღაცა, სადაც აი უფრო მხიარულ ნოტაზე ვართ რაღაცა და აი ცოტა სუბუქად ესე ვთქვათ რა და რაღაცებზე ვღადაობთ მოკლედ რო ვთქვათ. მე მანდ აი შენი აზრი მაინტერესებს რა და შენი დამოკიდებულება. მანდ არის ყველაზე ჩემი აზრით დიდი საფრთხე დაკარგვის სხვა ადამიანის პატივისცემის თუნდაც და აი ამ რაინდული სულის და ღმერთის, იმიტომ რომ მანდ რაღაც ესე მოშვებული რო ხარ და ამ ღადაობაში ისე შეიძლება ისეთ მდგომარეობაში გადახვიდე, იმიტომ ამას ხო გარკვეული თრობაც აქვს მაგას რა და აი შენი ეგეთი მხარე როგორია, რომელიც აი ისვენებს და უბრალოდ მეგობრებთან ერთად არის და რაღაცაზე ღადაობენ. ეგ ყურადღებას უშეტანილი გაქვს შენ მანდ თუ იცი თან დამყვება რატომღაც რა. აი ჩემ ძმებს უნდა გკითხოთ და მეგობრებს ალბათ გაცლებთ ისინი კარგად გაგცემენ პასუხს ჩემთან დაკავშირებით. თუმცა ძალიან ბევრი სვი სასმისები განსხვავებულები დრო იყო, რაც იტანდა ჩემი ახალგაზრდობა თუ შეიძლება ასე ითქვას და შემდეგ რას მივხვდი, იცით, რომ სმის სიბევრეში არ ყარია არაფერი. არათუ ფერი, არაფერი.
მემთროლეობა ცოდვა ღვინო ახარებს გულსა კაცისას. აი შენ სად უნდა იყო იცი საყვარელო ძმაო, რომ შვიდობისა უნდა თქვა ხოლმე რა, შვიდობით. ეს 7 სადღეგრძელო ვისთვის 7 შეიძლება იყოს, ასეთი ჭიქით ვიღაცისთვის შეიძლება სათლით პატარა მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ შენ ღვინის სმით და ამ ჩატებით არ უნდა დააზიანოს სული. კიდევ ამბობ, მე გელაპარაკებით ყველაზე ცოდვილი. ერთი წამი არავინ არ იფიქროს, რომ არა ძმა. უბრალოდ სიმჩატე იმდენად დიდი ცოდვა, რომ გამორიცხულია თუ კაცი ამას გაიაზრებს. რატო ვეძახით სიძამრუშობის მატარებელ ადამიანებს სუფ ყოფა ქცევისას. დავით მეფსალმუნე ამბობს, რომ ან რატო არის სირინოზიან შემოკლებით სათქმელი ფორმა შეურაცხმყოფელი. იმიტომ რომ მიდრიგებაო ვითარცა სირი და შეენარცხება კლდეს მცირედ ნიავზე. ანუ არ არის კლდესავით არ არის კლდესავით მტკიცე და არის მჩატე მსუბუქი, რომ პატარა ნიავზეც იცვლის მის აზრს, მის მდგომარეობას. სანდო არ არის, ხვდებით? შესაბამისად სიმსუბუქე და სიმჩატის სიცუდე და შეურაცხყოფელი ეტიმოლოგია იქ არის. რომ ეს რა სირინოზია, მსუბუქია, ეს რა ჩატეა. ამაზე ვერ დაეყრდნობი და ვერ დააშენებ ციხე-ტაძარს. აქ ეს არის მნიშვნელოვანი. თორე ძმაკაცებთან და მეგობრებთან დროს ტარებას რა სჯობია. მაგრამ კიდევ ამბობ, იყო რაღაც დრო და ჟამი, სადაც თრობას მეტი იყო, ბილწი სიტყვაც იყო და იყო ბევრი ცოდვილი მიდრეკილებები, მაგრამ ხომ გავიზარდეთ ჩვენ ყველანი. აღმოვაჩინეთ სულიერი სამყარო. აღმოვაჩინეთ სხვადასხვა მიგნებები, რომლებმაც უკეთესნი გაგვხადა. ხან ხელი დაგწვა, ხან ხელი გაგვიჭრა, ხან მოგვტეხა, ხან გაგვიბზარა, მაგრამ საბოლოო ჯამში ცოდნა შეგვეძინა, სადაც, როდესაც დავსხდებით ხოლმე და ჩვენ ბალღობის დროინდელ გადაჭარბებული ბოჰემით განვილ ღამეებს ვიხსენებთ. ხან გვეცინება, ხან გვეტირება. მაგრამ დღევანდელობაში კიდევ ამბობ, აი დავშვათ ეს ჯვარსამკლაურები, რომელიც ხშირად მოსავს, აი წმინდა გიორგის ბეჭედი, ეს ჯვარმოსილი. ხან არის საჭირო ეს სამკაულები, რომ შეგახსენოს ვინ ახარ, საიდან მოდიხარ. ხან დედიშობელა იყო, თუნდაც შენ თავში ყოველთვის ანთია ის ჩირაღდანი ხსოვნისა, მარადისობის, ხსოვნისა უფლის, ხსოვნისა პიროვნების, რომ უფალმა აი ამდენ მილიარდ ადამიანში შენს პიროვნებას ეზრუნა მხოლობით რიცხვში. შენ ხარ პიროვნება და არა შენი თუნდაც ტყუპის ცალი ძმა ყავდეს გაჭრილი ვაშლივით მგვანი, ის სხვა სულია, სხვა ინდივიდი და პიროვნება. ასე რომ რამხელა პატივში ხარ ღვთისგან, ხვდები ადამიანო. და შენ როგორ წახვიდე და ვისკის გამო არ გახსოვდეს ეს რა პატივით ხარ შექმნილი, ვისი ხატი და მსგავსი ხარ, ამის გამო ვიღაცამ კარგი კურიოზი გაიხსენა, კარგი სკეჩი გააკეთა და აი მასხარაობის გამო დაგავიწყდეს ვინ ახარ და საიდან მოდიხარ. არა ძმაო, კიდევ ამბობ, არც ჭიქას უთხრა თუ არი, არც მეგობრებთან ყოფნას და ლხენას. პირიქით უნდა ილხინო კაცმა, სიყვარული უნდა გასცე ალხინო სხვა. სახლოს სალხინოთ, ნაგებოს სამხიარულოდ ნაცვეთო. ეგეთი ძველი სიმღერა, ქართულ კახური. შესაბამისად, არ უნდა მოიწყინო ძმაო, შენი გული უნდა იყოს მკლოვიერი, თორე მარხვაში წვერი არ გაუშვათ და ნაცარი არ დაიყაროთ უფალმა. გულში იგლოვა შენი ცოდვები, მაგრამ პირ მხიარული იყავი. შესაბამისად, არ არის აქ ძმაბიჭების დროის ტარებაში რამე ხინჯი, კიდევ ამბობ, თუ შენ რჩები, თუ არ მჩატდები რა. და კიდევ ამბობ, სიმჩატე არც ისეთი
პატარა ცოდვა არის ვიდრე აი ესე ჩვენ ერთი ხელმოსმით ვამბობთ ხოლმე რა. ყველაფერს შეუძლია დაუკარგოს საკრალურობა სიმჩატემ, სიმჩატის მდგომარეობამ. საყვარელო ძმაო, ადრე მახვილი იყო ქრისტიანი მართალი კაცის მტერი და პირდაპირ თავს კვეთდნენ. და ეხლა არის სიმჩატის გამო ღიმილი, מחვილივით საშიში, ზუსტად, სიცილი, ზუსტად. დამცინავი ტონი. დღეს ჩათვალე რომ მაგით იქნევს ბოროტი מחვილს, რომ ისეთ საკრალურ თემებზე ისე მსუბუქად ამბობენ, ვითომც არაფერი. ისე ხუმრობენ, ისე იღიმიან. ნუ ფერქვეშ თელავენ ისეთ რაღაცას. აი რომელ საზოგადოებაშიც არ უნდა მოხვდე რომელიმე ქვეყნის ისე მჩატეთ ლაპარაკობენ უმძიმეს და საკრალურად მნიშვნელოვან ფუნდამენტურ თემებზე რომ ვახ და ნახე არაფერი არ მომდის თან ამბობენ აბა რამე მომივიდა ვახ და ეხა ჩვენ ვტიროდეთ მათ სოდებზე კი არ უნდა გვეცინებოდეს ძმებო ძალიან რთულია როდესაც შენ იცი რა მოელის ამისთვის მას და შენ ვიზიარებ ძმა უნდა უთხრა მე შენზე ვილოცებ რა გქვია და მენდე რომ შენ თუ გულსფელი მლოცველი ხარ უფალს ის შენზე მეტად უყვარს და შენი ლოცვა შეეწევა აქ შენს გამოიცდები შენ რამდენად ამას იტყვი რომ ძმაო მე შენთან აღარ მოვალ და დაანებებ თავს არა თუ შენი ძმა გიყვარს და ძმაში ყველას გულისხმობ შესწოდა ერთი გამოიყვანე და ამხილე პირისპირ შესწოდა მეორე გამოიყვანე და ამხილე ოჯახის წევრებთან ერთად შესწოდა მესამე გამოიყვანე და ამხილე ნათესავებასთან ერთად შეგწოდა კიდევ ერთხელ შეკრიბე ხალხი და სახალხო დამხილე შესწოდა კიდე დაუტევე ძმა შენი შესაბამისად შენდობა შესაბამისად თუ შენის კაცი გიყვარს ერთ ეტყვი და გამოტრიალდები წამოხლა არც არაფერს არ ეტყვი იმიტომ რომ შენ ხო იცი რომ შენ როგორი მართალი ხარ და ეს როგორი არა მართალია მანდ შენი პატარა ქრისტიანობა გამოჩნდება შესაბამისად შენდობა ჩვენ როგორც ქრისტიანებს აი თანალმობის საიდუმლოს ჩაწვდომა გვმართებს რა რომ სხვის ცოდვების ტირილით შევცლოთ მაგრამ მაგ სიმაღლემდე და სიარმემდე ჯერ ჩვენი თავიდან ძალიან დიდი გზა სწორედ ეს რაინდული გზა არის თითქოს მაგამდე ერთ-ერთი და ეხლა რაზეც საუბრობდით გილიკ შენ რო თქვი ეს შენი თავი გახსოვდესო გუშინ რასაც საუბრობდა მამა გურა მე ბუნებასა და ნებას შორის განსხვავება რა არის რომ ეს ბუნება არის ეს ყველაფერი რაც შეიძლება იცხოვრო ქმედებაში და ამ გაბრუებულ გავაზრელ მდგომარეობაში წაგიყვანოს წაგათრიოს თუნდაც აი მეგობრებთან დროის ტარების დროს რო აი ვოწყვეტილი ხარ ვაფშე არ ხარ ხელში და აი ნება შემოგაქვს და აი ნება გაქვს რო აქ იყოს და აი გიჭიროს თან აქ ხარ ხო ყურადღება თან ორ სამყაროში ხარ ერთდროულად თან არაფერს არ მაზელ მაგრამ თან ძალიან მნიშვნელოვანი ხო თან შენი გემისის მიყავს რა სიფხიზლე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს რაც გადაგვარჩენს პირველი არის მშვიდობის მყოფელობა და სიფხიზლე ხო სიფხიზლე ხო ძალიან საინტერესოა როდესაც ღვინის ქვეყანაში სიფხიზლეს გადაგებ ხო რა ღვინისა და ვაზის მაგრამ შენ კარგად თქვი ღვინო რო გულს ხსნის ონ ზომიერი რაოდენობით არა გადაჭარბებული ხო ჩვენ ერთმა ბერმმა მითხრა რომ როდესაც შენს თავს სცილდება ყანწიო შორიდან რომ დაინახო კაცო თავზე რქაისია გამოშვერილიო რქიასებს ხსებაო რა კიდეკვირვება ასე რომ თუ შენ და მირთმევ რამეს ისეთი უნდა იყოს მომცრო ზომისა რა რომ არ დაგათროსო თორე ერთი ნაბიჯზე უფრო პატარა ნაბიჯიო რომ შენ უცბად იქ იყო იმის მხარეს გადახვიდე
ხო, მაგიტომ არის, რომ აი ქრისტიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩვენ პირველად შევხვდით ესე, მეორედ ერთხელ ქუჩაში შევხვდით, ნინომ გამაცნო შენი თავი ერთ საღამოს შემთხვევით. მაგრამ ესე არ ვიცნობთ ესე ახლოს ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მეც და ანდროც და ღრმა შინაგან ესეთი კავშირს გრძნობთ შენთან, ესე ძმურს რა თქმა უნდა. ხო და მოვიწყდა ის თავს. კაი ტიპი ხე. თუ კიდე მე შემოგაშველებ. ახალი რამე მითხრა, ის ახლა გამიხსენდება. ხო. ეგ არის ძმური გულიდან ნათქვა. ხო, რომ ალალად, მაგრამ რამაც დაგაწყებინა დაქტო, მაგრამ რაც უნდა გეთქვა თქვი. ხო, აი ის თქვი რაც უნდა მეთქვა, აი შინაგან კავშირზე, ალბათ ის უფრო მნიშვნელოვანია. გილიკ, მე აი კიდე შენ რო აღმოგაჩინე რამაც აი კიდე ერთი CV გამოკრა ჩემ გულში ეს იყო, რომ დედამიწას უყურებ როგორც ერთით ოჯახს. რომ ნათქვამის რო გაქვს საქართველოს შვილი ვარ დედამიწის გულიდან. აუ რა მაგარი სიტყვებია თქვა, რომ თან შენ სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა და სამშობლოს რო შეიცნობ გაიაზრები ხარ, მერე უკვე მთელი პლანეტა. და აი ეგეც მგონია შემდეგი თითქოს ეტაპი ჩვენი საკაცობრიო განვითარების რო გავიაზროთ, რომ აი ეს საზღურები რაც ერთმანეთს დაუწესეთ კი იყოს, მაგრამ ერთი ოჯახი ვართ, ერთი პლანეტარული რაღაც ოჯახი ვართ და აი ზუსტად ის რომ სიყვარულში გავერთიანდეთ ღმერთში, აი მაგ თემაზეც მინდა რომ შევეხოთ კიდე შენ აი განცდა საიდან მოგივიდა და აი რა სიტყოდი აი მაგ დედამიწურ ოჯახზე. მადლობა ამ ლექსის ასე გააზრებისთვის საყვარელო ძმაო და განვაგრძობ სიტყვას იმით რომ ვერ ვიაზრებთ ჩვენ საერთო მტერს. როდესაც ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ და არის მესამე ადამიანი, შეიძლება მესამე ადამიანის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ ამათ ერთმანეთი არ უყვართ, იმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. შემდეგ ის დაამარცხონ და ესენი კვლავ დარჩნენ. და დედამიწელებს რა ვერ გაგვიგია, იცით რომ მთელს დედამიწას ერთი ყავს მტერი. და ამ მტერს ქვია აბა რა ქვია ამ მტერს? სიბოროტე, სიძულვილი, ანუ რაც სიყვარულის საპირისპირო არის, ყველაფერი რაც ღმერთს გვაშორებს და სიყვარულს. ჭეშმარიტად ეგ არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დედამიწას, რაც ყველაზე მეტად აერთიანებს, ეს არის მისი მოკვდავი ბუნება. დროებითობა. და სიკვდილი რო არის ყველას გამაერთიანებელი და ამის მტერი უნდა, ეგ არის ჩვენი საერთო მტერი და მაქსიმალურად უნდა ამ მტრის წინააღმდეგ გავერთიანდეთ. ამის ნაცვლად ვხოცავთ ერთმანეთს. ჩვენ რომ კარგად გავიაზროთ ჩვენი მტერი რომ სიკვდილია. აი რა გითხრა ძმაო და ერთმანეთის მადლი მოიმუშაკება, საღვთო მადლი მოიმუშაკება ერთმანეთის მსახურებაში, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ და რაც ბედნიერს გავხდი მეორე მეგობარს, ის ცდილობს სხვა ბედნიერი გახადოს, ის კიდე სხვა და როგორც მიმბაძველობა მააშენაო ქვეყანაო და მტრობამ დაანგრიაო, აი ამის პროპაგანდაში რო ვიყოთ და არა იმის მტკიცებაში, რომ შენ უფრო მაგარი ხარ თუ მე უფრო მაგარი ვარ, ამის დატოლებაში. აი ეგ იქნება პირველი საწყისი ამ დედამიწური ოჯახის, რომ გავღმერთიანდეთ. და ამოვიცნოთ ხო საერთოდ. და ამოვიცნოთ რომ ძმაო, ერთი დედამიწა, მამაცა. ეს სიმართლე შევიცნოთ და შემაცნოს უფალმა, რომ მთელ დედამიწას ერთი მტერი ყავს. რომელიც არ ვიცით ვაფშე როდის გვეწვევა საერთოდ რა კუთხიდან საერთოდ. ნაცვლად იმის რომ ერთმანეს დაუტყობთ და გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე ამ წუთის სოფელში. კიდევ უფრო მეტად ვაჩქარებთ და ვუსწრაფებთ ერთმანეთს ცხოვრებას რა. დანარჩენი უფალმა გამოგვიტანოს განაჩენი. დანარჩენი ჩვენი განსასჯელი არ არის. უბრალოდ როგორ არის იცი? დედამიწელი ადამიანი ჩაკეტილი არის თავის საზღვარში. საზღვარი ჩაკეტილი არის ის ამა თუ იმ
თუ შეიძლება ითქვას რიტუალურ წრეში. შესაბამისად ეს იყო ქრისტე, რომელმაც გაარღვია და ქრისტიანობა, რომელმაც გაარღვია და ყოველი წრე მოიცვა. რომ ბედნიერი ხარო. ბედნიერია დედაში, ვინც გშვაო, შემხედრი ქალბატონი ეუბნება მაცხოვარს. და ბედნიერია ის, ვინც შეიმეცნებს მამასთვის საზო. ასე რომ ბედნიერია ის, ვინც უფლის სიტყვას დაიმარხავს გულში და აღასრულებს. ბედნიერია ღმერთის მინდობილი კაცი. ამასთანავე ჩემს ძმასთან ვიყავი პოდკასტში გიორგი ვარდოსანიძესთან და ახალი ჩემი აღმოჩენა ვუთხარი, რომ მე შენ მიყვარხარ. კი არა ვაკნინება ამ სიტყვას, რა თქმა უნდა, ღმერთის სიყვარულია თქოდა, მაგრამ დღეს რაღაცნაირად სიტყვა მე შენ მიყვარხარ, როდესაც ეუბნები ადამიანს, შეიძლება სრულყოფილად ვერ წარმიდგენს მეორე ადამიანს, იმიტომ რომ სიყვარული მიზეზების მიღმა, როგორც თქვით. და შეიძლება კაცი გიყვარდეს, მაგრამ არ ენდობოდე. ხვდები? აბა დაფიქრდით, ხო არიან ადამიანები გიყვართ, მაგრამ არ ენდობით. გიყვარს, მაგრამ არ შეიძლება არ მოგწონს როგორც იქცევა იმ წამს. ხო. და ადამიანს თუ ენდობი, ესე იგი უთუოდ გიყვარს. და რა გამოდის, რომ მე შენ გენდობი, რომ გეუბნები. გაცილებით მეტ ინფორმაციას მაძლევს და უფრო მაგარ რაღაცას მეუბნება შენს შესახებ, ვიდრე მე შენ მიყვარხარ. თან ძალიან გაუფასურდა, ბოდიში თითქოს მე შენ მიყვარხარ, აი გაუაზრებლად იყენებს ყველა. საუბარი და როდესაც და მიმღამეს მივფრინავდი იერუსალიმში, დიდება ქრისტეს. და იერუსალიმში რომ ჩავედი, თითქოს რაღაცნაირად მე შენ მიყვარხარ, ვიქადაგე რომ უფრო თითქოს ნაკლოვანია, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვამბობდი პირჯრის რომ ეს ასე არ ვფიქრობ, უბრალოდ მეთქი მივაგენი ახლა და მეც გაუზიარე ჩემს მას, რომ მე შენ მიყვარხარ, მე შენ გენდობი. რაღაც და დღევანდელობას თითქოს აქ უფრო მაგრად მამყოფებს ეს ფრაზა, მე შენ გენდობი, რომ გეუბნები, მაგარი არის. მე შენ მიყვარხარ კიდეც. ყველაფერი გულისხმობს, ხო მომცველია. ხო რა და მომეწონა ეს მიგნებას. მეთქი მადლობა უთავდა. მე იმიტომ რომ დღეს ჩემებმაც იციან ახლობლები ვინც არიან და მე შენ მიყვარხარს აღარ ვამბობ, მე შენ გენდობი. და რაღაცნაირად გულზე გვეფინება, იმიტომ რომ ვიცით ეს სიტყვები რასაც ნიშნავს, რომ იმიტომ რომ კიდევ გაცვდათ შემინდე უყალო, ჩვენი ბრალია, რომ მე შენ მიყვარხარ, აუ აღარ მიყვარხარ, მიყვარხარ და რაღაც სხვა გენდობის ეხა სიფრთხილით იყენებ. ეგ თუ უთხარი ვიღაცას ესე იგი ეს რა თან უფალს მინდობა იყოს ნება შენი, ეს არის რა. მე შენ გენდობი არის იყოს ნება შენი. ხო და მე შენ გენდობი რამხელა პასუხისმგებლობას აკისრებ კაც ხო. როდესაც გახდით მაცხოვრის საფლავზე, უცბად მოფრინდა კვლავ ეს ფიქრი, რომ მე შენ გენდობი, თუ მე შენ მიყვარხარ. აი იმ წამებში ხდება, იმიტომ რომ მან დიდხანს სულ რიგი არის, მოგეხსენებათ, ალბათ შენ გისურვებ დიდი სიხარული, შენ ხო არ ხარ? ხო, მე ძალიან გვინდა ორივეს, ხო. ძალიან გვინდა. დიდი სიხარული იერუსალიმში წასვლა. კადრები რაც განახით, იქ ცოცხლად ნახავთ შემდეგ ტელეფონში და უცბად მოფრინდა, რომ შვილო, ესეთი რაღაც მოფრინდა. რასაც თავიდან თქვი, მე შენ გენდობი კი კარგია, მაგრამ ესე იგი შენ კვლავ მიზეზებზე ამყარებ შენ სიყვარულს. ანუ სად არის მიზეზ გარეშე სიყვარული, მე რასაც ვქადაგებ, უფალი ეს ჩამეგონა, ხდება. რომ გამოვედი, მეთქი ვახ, გიოს უნდა დავრეკო, მეთქი რომ კიდე ერთ პოდკასტში მიმიცეს, მეთქი ხალხი შეცდომაში შევეყარე. განმარტება შემინდა უფალო და შემინდა საზოგადოება მამზირალმა რომ მე ამაზე იქ ვიმსჯელობ, რაღაც დასტურად კი არაფერს არ ვამბობ, აი რა უხდება ვინ მომცა რომ დასტურად რამეზე ვთქვა და რა იმამდე ხვედი იქამდე მივედი რომ კვლავ მე შენ მიყვარხარ. დაუბრუნდი საცხისად. კი დაუბრუნდი, არა, ეს საოცარი ცოდნა შევიძინე. საოცარი განცდები იყო, იმიტომ მე შენ გენდობი.
და მე შენ გენდობი მე ამას ვამბობ და ხო სად მივედი საყვარელო ძმაო რომ ჩვენ ხომ ის მაინც გვირგვინოსანი ფრაზაა კვლავ მე ეს მსჯელობის და ეს ცოცხალი განცდის სიტყვათა ცოცხალი ენერგიების გამტარობის ინფორმაციის მიღების ეს საოცარი პერიოდი არის ყოველთვის, როდესაც შენ ამის შემეცნება გსურს და მე ეს მაშინაც მქონდა და ეს პერიოდი ახლაც მაქვს და იმედია არასდროს დაცხრება ჩემში ეს სურვილი და წყურვილი და მე შენ გენდობი რა თქმა უნდა დავბრუნდი იქ მუხლმოყრით, როდესაც ლოცულობდი რომ მე შენ მიყვარხარ რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მე შენ არ გენდობი რომელს ენდობოდა უფალი ღმერთს ეს გენდობი მაინც რაღაც ეს ვისებები გაქვს რომელთაც გამოარჩევ რა ესე იგი მე მაინც ჩემი შინაგანი ადამიანური ბუნება დააკვირდით ჩემი თავი ვამხილე მათ რომ ადამიანურზე ვაქცენტირდი მაინც ხვდებით მაგრამ მაგან დაგაბრუნდა მაინც და დამაბრუნა იქ რომ ღმერთ გამიხსნა რომ რა გაცვდა გილი შვილო რა სადა ბანაო ქალაქურად რა ვთქვა და შენდობა და დიდება და მადლობა უფალს რომ მე შენ მიყვარხარ რა ეგ არის გვირგვინდა იმის იქით გილიგა კი არა იმიწდება დიდება და მადლობა უფალს მაგრამ კიდევ ამბობ ეს ინფორმაცია ნდობის შესახებ რაც ამ ფრაზის ეტიმოლოგია ესე გათავისებული არ მქონდა და რამხელას ნიშნავდა მე შენ გენდობი და ეს შემამეცნა აი ამ ძიების პროცესმა და მადლიერი ვარ ამისთვის თქვენც გაგიზიარეთ და მივხვდი რას რომ მიუხედავად იმისა რომ მიზეზებს მიღმარი გვირგვინოსანი სიყვარული თუ ადამიანი მიზეზსაც დაამატებ ეს კიდე სხვა საფეხურზე აგიყვანს რა ანუ ოღონდ აგიყვანს კიდევ ამბობ შენ კი არა მეორე ადამიანს კი არა იმიტომ რომ შენ უკეთესი თვისებები გვაქვს მოდი შენ ცოტა აქეთ დაგაყენებ არა შენი ქრისტიანული რაინდული მართლმადიდებელი ქრისტეს ჯარისკაცული ქრისტეს მხედრის მიერი გადაწყვეტილებით შენთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მასში ღირსება თუ ღირსება შენ ისეთი ასკეტი უნდა იყო ორივეს გამო მიიღო გულში ის არის და შენ შეიქმნა შეწირული და ქრისტეს ჯარისკაცთა სამკვიდროს შენ სახელით დაუმკვიდრო მაგრამ იმ ადამიანისთვის არის ეს მნიშვნელოვანი რომ გავიგე რომ შენ ქრისტეს ჯარისკაცი ხარ შენ ქრისტეს ჯარისკაცი ვარ და მე ჩემი უღირსებითაც გიყვარვართ მაგრამ მოდი რა მე შენ იმ ხელანდობას დაგიმტკიცებ რომ მიზეზსაც მოგცემ რომ გიყვარდე რა ხვდები აქ მე შენ რომ მე შენ მიყვარხარს მიცხადებ და უმიზეზოდ გიყვარვარ მე რაღაცნაირად ნამუსდები ამისთვის რომ ბიჭო რაღაცა ოდნავ კარგი მაინც შევიქმნა ხვალ რომ შენ დაგიმტკიცო რომ მე შენ რომ გიყვარვარ ამისთვის მე ისე არავსი ვარ გულხელ დაკრეფილი რაღაცას ვაკეთებ 8 წელს ვიღებ ჩემს თავს ხვდები კი აი გამახსენდა ის თქოს ხო ეს უკავშირდება აი ძიება სულიერ გზაზე და ჩვენ და მეც და ეს ცენტრიც ახლა აერთიანებს სხვადასხვა სწავლებებში რაღაც ფასეულს თვითშემეცნების გზაზე და აი ქრისტიანობას რო შევხედოთ ქრისტიანობა არის მუდმივი ყურადღება, მუდმივი შრომა, მუდმივი აი ზუსტად აქ ვერ მოდუნდები, აქ უბრალოდ მედიტაცია გააკეთე და სადღაც ლივლივებ ნეტარებაში და გამოდიხარ გადახსნილი და იქ როგორ რეაგირებ და რაღაცა არ უყურებ, მაგას ეგ არ არის. ქრისტიანობა ასკეტური არის თავის თავში, ყურადღება და სიფხიზლე. და შესაბამისად ეს ბევრ ადამიანს აფრთხობს სულიერ გზაზე, ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ აქ რო შემოდიხარ, ხო, ერთულებად რა, აქ რო ფეხს დგავ, პასუხისგებლობა მოყვება ნებისმიერ შენ ნაბიჯს რა და ეს აღარ არის, ესე ვთქვათ, აქ უბრალოდ რაღაც ეს უბრალოდ სიმსუბუქე სულიერ გზაზე. და მაინტერესებს შენი გზა ზოგადად სულიერ ღმერთის შემეცნება. ეს პირდაპირ იყო რომ აი მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში იპოვე შენი თავი
თუ ქონდა ძიების სხვადასხვა მომენტები, რომ სხვადასხვა კულტურებს გაცნობოდიან რაღაც, ან ეხლა თუ მე მგონი ეცნო. არ დარჩენილა კულტურა, რაც საზოგადოდ მისაწვდომია ლიტერატურით თუ ინტერნეტით, რომ მე არ მივდებმოვდებოდი, მოდი ესე. გასაგებით ყვირა, გასაგებით. დიდება ქრისტეს. ეს მარწმუნებლური ტონი შემინდა სუფალმა და შემინდა საზოგადოებამ, რასაც მე ჩემ თავში ვამჩნევ და ვატარებ. ეს არის იმ ძიებათა შედეგი, რაც მე ამა თუ იმ რელიგიების თუ ფილოსოფიების შესწავლით, იმიტომ თქვი მიდებმოდება, რომ გაცილეში რო ვთქვა, რომ შევისწავლე, ამას სხვა დრო და სხვა ენერგია დასჭირდებოდა, მაგრამ დიდება ქრისტეს რა გითხრათ იცით? როდესაც რაღაც გეხება და არ გეხება, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმაზე სამეცნიერო ნაშრომს მოვამზადებ თუ არ მოვამზადებ. რა თქმა უნდა. როდესაც მე არავიზე მეტი არ მეკითხავს, მაგრამ ვიღაცაზე მეტიჯერ ამაღებინა უფალმა კალამი ხელში. ეს მნიშვნელობა არ აქვს ირისი თქმა მსურს, რომ როდესაც შენ წაიკითხავ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ სხვადასხვა ფილოსოფიას თუ რელიგიის უმთავრეს წიგნებს, კრებულებს, მათ წინასწარმეტყველთა თუ მოძღვართა დაწერილ საინტერესო მიგნებებს და აქეთ ჯვარცმული მაცხოვარი დუმილით გეუბნება, რასაც აი შენ როდესაც გული აგიცრემლიანდება, მაშინ მიხვდები, რომ სულ სხვა მადლზეა საუბარი და სულ სხვა სიყვარულის სიმაღლეზე, რაც კი ოდეს მე ვინმეს დაუწერი ან განიცდიდა. და კიდევ ამბობ, მე თუ კადნიერდები და მეკითხებიან რაღაც კამერაზე თუ მონიტორზე, კამერის თუ მონიტორის შესახებ და მე ღმერთზე და სამშობლოზე ვპასუხობ. ეს იმიტომ, რომ კიდევ ამბობ, ყველა მსურს დააგემოვნოს ის ნექტარი, ის ტკბილი ნექტარი, რაც მართალმადიდებელ მრწამსში ძევს და უფლის მოწყალებით მეუღილს არაერთხელ დამიგემოვნებია. მიმიღია მადლი გაჯერებული სიხარულითა და სიყვარულით, რომელიც დაუმსახურებლად მეცოდვილს მერგო და იმედით აღმავსებელი, რომ კიდევ მერგება ეს საოცარი განცდა, რომელიც შემოდის ჩემში. კიდევ ამბობ, შვილი ვარ დედამიწისა, დამკვიდრება მინდა ცისა, სანამ თვალში სხივი მზისა, ტვირთი უნდა ვზიდო ძმისა, გულზე სიმბოლო მაგჯვრისა, სიყვარული მართებს მტრისა, შვილი ვარ დედამიწისა, დამკვიდრება მინდა ცისა. ეგ არის რა. მადლობა ძმებო, მადლობა. მადლობა გილიკაი. მადლობა. მაგარი იყო. უღრმესი მადლობა. გეიხარე. მადლობა თქვენ. მეგობრებო, ეს იყო შენი პოდკასტი. მადლობა რომ ჩვენთან ერთად უყურეთ ამ გადაცემას და მომავალ შეხვედრამდე. და რაც ეგასცემ შენია. შემოგვიერთდი ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში მაიას მიწაზე. სტიქიების ალქიმიური რითრითი ტულუმის გულში. რითრითი ტარდება ეკოლუქს ვილაში, მაიას ჯუნგლებით გარემოცულ სივრცეში, სადაც კარიბის ზღვა ხვდება სიანი კაანის წმინდა მიწას. ჰოლისტიკური ადგილი, სადაც სტიქიები ერთიანდებიან იმისთვის, რომ აღიდგინო გონების, სხეულისა და სულის ბალანსი. ერთად ჩავიძირებით 5 დღიან 5 რიტმის ვორქშოპში, სადაც ყოველი რიტმი ხდება მასწავლებელი. ყოველი სტიქია კი შენი ნამდვილი არსის აღმოჩენის და გახსენების გზამკვლევი. ჩვენი დილა დაიწყება მზის მისალმებით. გავაკეთებთ ინიოგას გაწელვებს. დღეს კი გავაგრძელებთ ვორქშოპებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის ასტროლოგია და ღრმა სომატური პრაქტიკები.
ვეზიარებით ტრადიციული ტემასკალის ცერემონიას. დავაგემოვნებთ ჩვენი შეფის მიერ იუკატანის სტილით მომზადებულ ვეგეტარიანულ კერძებს და უბრალოდ ვიზეიმებთ სიცოცხლეს ტულუმის წმინდა გარემოში. სივრცეში, სადაც შევიკრიბებით თანაშემოქმედების, თავისუფლების და ერთგულების პატივსაცემად. ეს უბრალო რითრითი არ არის. ეს არის დაბრუნება ჩვენ სტიქიურ ბუნებასთან, ჩვენს კოსმიურ სიბრძნესთან. თუ გრძნობ მოწოდებას, გამოყვევი.